საღამო მშვიდობისა მამაო დაგლოცეთ. საღამო მშვიდობის ღმერთმა დაგლოცოთ. როგორ ხართ მამაო, ხომ ხართ კარგი? მადლობთ. თქვენ როგორ ისვენებთ? უფლის წყალობით. თას როგორც შეეფერება, ფეჩი გვინთია. კალათში ცხელა ჩვენთან ხო, აი ღუმელი. თან შეშის ღუმელს ხო იცით სხვა ეფექტი აქვს, ის ხმებით შეშის კაცუნი სხვანაირია მაინც და სხვანაირი სიამოვნება თაში ზაფხულს. მამაო, თუ არის თემა, რაზეც სანამ კითხვას გამოგზავნის მაყურებელი პატარა შესავლის სახით გენდოებად საუბარი და რა თქმა უნდა ასევე როგორც თქვენ დაპირდით და გითხარით ყოველ გადაცემაში ახალ წიგნს წარვადგენო, ესეც რომ გავაკეთოთ და ამასობაში მაყურებლის კითხვებით წამოგვეწეოდა. მორიგი წიგნი ზურაბ კიკნაძე ამარგი ალუდას ნახტომი. ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრ რამეზე ჩაგვაფიქრებს და საფრთხის მეტყველო განათლებაში გავიზრდებით სულიერად. დავძენ, რომ ქრისტიანობა მარტო სასწაულების რელიგია არ გახლავთ, ცოდნის მიერი დამოკიდებულება გვმართებს ჩვენს სარწმუნოებასთან, რამე თუ თანამედროვე ადამიანები ცოტა მოიკოჭლებენ ცოდნის გაღრმავებაში, მათთვის საკმარისია მხოლოდ სოციალურ ქსელში მოისმინონ ქადაგება ან გარკვეული სწავლება წაიკითხონ და შემდეგ ამონარიდებით, ასე თქვათ, ქადაგებენ და როდესაც უფრო სიღრმისეული დიალოგი იქნება საჭირო, აი ამ შემთხვევაში შეიძლება მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ. იმიტომ რომ თანამედროვე საზოგადოება საკმაოდ განათლებულია და ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ოდნავ მეტი განათლება გვმართებს, რომ უფრო დამაჯერებლად გადმოვცეთ ყველა ის დოგმატი, ყველა ის სწავლება თუ საეკლესიო განჩინება, რომელიც ყველა ქრისტიანმა და არა მარტო ქრისტიანმა უნდა იცოდეს და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს, ოდესაც მას შეკითხვას დაუსვავენ და მათ უნდა მიიღონ ჩვენგან დამაჯერებელი პასუხი. სამწუხაროდ თანამედროვე საზოგადოება ოდნავ იბნევა ხანდახან, როდესაც გარკვეული სასულიერო პირები სამწუხაროდ აქ მინდა რომ ეს არ დამავიწყდეს და გავაჟღერო და ამას მე მომავალში აუცილებლად გავაჟღერებ, როდესაც შემოსილი ადამიანი ქადაგებს ისე, როგორც არ ეკადრება და არ ასწავლის იმას, რასაც უნდა ასწავლიდეს და ამას შემდეგ რაღაც გარკვეული დაბრკოლება მოყვება საზოგადოებაში, რომ ის რაც მკაფიოდ ეკლესიამ შემოგვინახა და გადმოგცა, ხანდახან ხედავთ, რომ გარკვეული სასულიერო პირები თავისებურად გადმოსცემენ და ამით ბრკოლდება მრევლი. უკვე იმდენი დაგროვდა ეს გარკვეული ფაქტები, რომ ამას აუცილებლად უნდა საჯაროდ გაეცეს პასუხი. იმიტომ რომ მე მომდის ბევრი კითხვა, რომ მამაო, თქვენ ასე ქადაგებთ, ის მამაო ასე ქადაგებს, ის პიროვნება ასე ქადაგებს და ჩვენ რა გავიგოთ, ბრკოლდებით, რომელი ქადაგებთ სწორად, ხო? და ამიტომ ჩვენ ვეცდებით, რომ არგუმენტები და ეკლესიის სწავლება ყოველთვის ჩვენს გადაცემაში, ასე ვთქვათ, ლაიტმოტივად გასდევდეს ჩვენს გადაცემას, რომ მარტო ტკბილი და თბილი სიტყვებით არ გამოვა საუბარი, ხანდახან მხილება არის საჭირო. თქვენ გადახედეთ მოციქულთა საქმეებს, გადახედეთ პავლეს ეპისტოლეებს და სხვა მოციქულების ეპისტოლეებს და ნახავთ, როგორი დაუნდობელი მხილება არის სიყვარულით, რა თქმა უნდა, ხო? სიყვარულით, იმიტომ რომ დღეს უკვე ამისი დრო აღარ არის, რომ ვინმე თქვას, რომ მე არ ვიცოდი, არ ცოდვა და აბა ის მამაო რომ ქადაგებს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კონკრეტული მამაო ვერ იქნება ავტორიტეტი, გინდა მე ვიყო, ხო, ასე არ შეიძლება, რომ აბა იმ მამაომ რო თქვა, არ შეიძლება ასე შემოძვირფასებო, ეკლესიას ყავს
სამი შეუცვლელი ავტორიტეტი, ეს გახლავთ წმინდა წერილი, ძველი და ახალი აღთქმა, წმინდა გარდამოცემა, ანუ სჯულის კანონი და ლიტურგიკული ძეგლები. ანუ ის რაც იქადაგება, წირვა ლოცვაზე იკითხება, ეს ყველაფერი არის შეუცვლელი და მყარი სწავლება. და დანარჩენი კონკრეტულმა მამაომ თუ თავისი შეხედულება გაგვანდო ან გაგვიზიარა, უნდა დასძინოს, როგორც პავლე მოციქული ამბობდა, რომ ამ თემაზე მე არა მაქვს ბრძანებაო სულიწმინდიდან და მე ვამბობო როგორც პავლე, ხო? აი ჩვენ უნდა ხაზე გავუსვათ, რომ აი ხანდახან მაგალითად იყო ასეთი შემთხვევა, რაღაცა ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენაზე, არ ვიტყვი რა პოლიტიკურ მოვლენაზე, ალბათ მიხვდებიან. გიორგი დარასელიასთან მე ვთქვი, როგორც რიგითმა მოძღვარმა, არა როგორც საპატრიარქოს თანამშრომელმა, არა როგორც ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის წინამძღვარმა, რომ მე რიგით მოქალაქეს მაწუხებს ეგ საკითხი და მე გავაჟღერე, რომ ეხლა ეკლესიის სახელით არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ, რიგი მაქვს ამისი უფლება, როგორც რიგითმა მოძღვარმა და რიგითმა მოქალაქემ ვისაუბრ, ამას მე ვერავინ ვერ ამიკრძალავს, მაგრამ როდესაც შენ გამოდიხარ ეკლესიის სახელით და ამბიონზე ქადაგებ, ძალიან ფაქიზად, ძალიან დაკვირვებით უნდა მოეპრათ დოგმატებს, სწავლებებს, იმიტომ რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ბოლო ჟამს აირჩევენ ყურის მომქავებელ მოძღვრებას და მოძღვრებს, რომლებიც ეუბნებიან, არა მოიცა კაცო, ეს არ არის საჭირო, ეს არა ეგ ადრე იყო, ეხლა აღარ ეხლა და მაპატიეთ ალაითებენ, რომ უფრო პოპულარები გახდნენ და მოსაწონი იყოს მათი გამოსვლები. ეს არ არის, ესე ჩვენ შორს ვერ წავალთ. ასეთი რამე ეკლესიის სწავლებას არ ეკადრება. ჩვენ რაღაც გარკვეულ იდეოლოგიას კი არ ვქადაგებთ, ან პოლიტიკას, ან რაღაც ესე ხო, ჩვენ ვქადაგებთ, მინდა ხაზი გაუსვა, წმინდა ბიკენტი ლირინელის სიტყვებს ვიმეორებ, მე-4 საუკუნე, რასაც ყოველთვის ყველგან ყველა ქადაგებდა. ეს არის მართლმადიდებლობა, რომ ყოველთვის 21 საუკუნოვანი გამოცდილება და სწავლება გაგვაჩნია ჩვენ და დღეს მე სხვანაირად ვიქადაგო, ადრე სხვანაირად ქადაგებდნენ. შეიძლება რომ ზნეობა შეიცვალოს, შეიძლება რომ დოგმატი შეიცვალოს, შეიძლება რომ წირვა ლოცვაზე დგომის წესი შეიცვალოს და ვთქვათ, რომ მე შორტები შემიძლია ეხლა წირვაზე შევიდე, იმიტომ რომ ძალიან ცხელა, ღმერთი უყურებს ჩემ გულს. რასაჭიროა, ხო? მოკლედ არის ესეთი რაღაცეები. აი მაგალითად კიდევ ცოტა დავკონკრეტები, რომ არავის არ ეგონოს, რომ მე ცოტა ვამუქებ, რომ დედათა წესის დროს, შეიძლება ქალბატონი შევიდეს და ეზიაროს. ადრე ეს არ ხდებოდა, იმიტომ რომ ქალური ჰიგიენის საშუალებები არ იყო და ეხლა არის და მოკლედ აი ძალიან გაუგონარი მკრეხელობა. რა შუაშია ეს? აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე ჩვენ. და ამიტომ ჩვენ არავის არ მივცევთ უფლებას, რომ ისაც რაც ეკლესიამ დღემდე მოიტანა და გაუფრთხილდა და დღემდე არის დაცული, ერთ სამოციქულო კათოლიკურ კი არა, კათოლიკე საყოველთაო ეკლესიაში ბოლომდე უნდა ვიდგეთ, მტკიცეთ და შეურყევლად. ზოგი მამაო შეიძლება ხანგრძლივად ქადაგებს, ზოგი მოკლედ ქადაგებს. ეს უკვე მისი პრეროგატივა, მისი ნება, მაგრამ არის რაღაც რაც არ შეიძლება შეიცვალოს და არის რაღაც ეხლა თქვათ გარკვეულ მოძღვარს, გარკვეული ფერის შესამოსელი შეიძლება უფრო მოწონს, ხო? შეიძლება მრევლთან უფრო ახლოს მოწონს მას ყოფნა, შეიძლება წირვის მერე რჩება და კიდევ ესაუბრება მრევლს. აი მაგალითად მე ხო ძალიან სოციალური ვარ და აგერ TikTok-ი, სოციალურ ქსელში, Facebook-ი, WhatsApp-ი, Telegram-ი, Viber-ი, თუ კი რამე არსებობს, ყველაფერი მაქვს ჩამოტვირთული ერთადერთი რამის გამო. ადამიანებთან ვიყო ახლოს და თუ ვინმეს რამეში დავჭირდები, გამაგონოს მან ხმა და მე შეძლების დაგვარად უპასუხო, რომ ადამიანმა, რომელიც შენ იცი კარგად ეკლა რამდენი ადამიანია უცხოეთში, არ იგზნოს თავი მარტო, აი ძალიან ბევრი ამბობს, კაკაც გავხსნი კარტებს, ასე ვთქვათ,
ჩემ მამაოს არ აქვს სოციალური ქსელი, ჩემ მამაოს არ აქვს WhatsApp-ი არ აქვს, Viber-ი არ მოკლედ არ აქვს, მარტო ეთყობა სახლის ტელეფონი აქ ეთყობა და ვერ უკავშირდები. აი შეიძლება რომ მოძღვარს ვერ დაუკავშირდე, ხო? მარტო წირვაზე მისვლით შეიძლება მოძღვართან კონდეს ურთიერთობა. მაგიტომ შექმნა ღმერთმა ტელეფონი ეშმაკის არ არის. ეშმაკი არაფერს არ ქმნის. ის ChatGPT-ც არ არის ეშმაკის შექმნილი. ყველაფერს ქმნის ადამიანი და ღმერთი. თუ ადამიანი ქმნის, ღმერთის დაშვებით ქმნის. ღმერთის გარეშე არაფერი არ იქმნება. შემომქმედი არის ღმერთი. მაგრამ აი იმ ტექნოლოგიებს ვინ როგორ გამოიყენებს, აი ეს უკვე დამოკიდებულია შენ ტელეფონით სოციალური ქსელით შეიძლება ადამიანებს ნერვები მოუშალო, გადადგა ჭკვიდან ვიღაც, ხო? გამოიყვანო მდგომარეობიდან, რომ ნახავ რაღაც კარგ ხასიათზეა, ბედნიერია, ისვენებს, შენ თბილისში იწვევი და რაღაცას ისეთ დაუწერ, რომ შეიძლება ადამიანი დაისვენოს კი არა, შეიძლება ძალიან გაბრაზდეს, ხო? ამიტომ ერთადერთი დანიშნულება აქვს ჩვენ ურთიერთობას და აი ამ გადაცემას ხვალ რომ წირვა ჩატარდება და დღეს რომ ლოცვა იყო, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს რა. ჩვენ უკეთესები რომ გავხდეთ, რომ ჩვენ გვიყვარდეს მოყვასი და გვიყვარდეს უფალი. აი წეგან ჩვენთანაც სანუგეშო ერთობაში დაიდო ასეთი სწავლება ანდრეი ტკაჩოვი ცნობილი მქადაგებელია რუსი, რომელსაც მე ბევრ რამეში არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ის ამართლებს იმ ომს ეკლესიური სწავლებით, ძალიან ბევრი პირადი რუსული ამბიციები აქვს, მაგრამ განათლებული ადამიანია და ამ განათლებას სამწუხაროდ ხანდახან დიდი ძერჟავას სამსახურში აყენებს. და ესეთ რამეს ამბობს, რომ აი 100 ადამიანიდან ვინც ეკლესიაში დადის, შეიძლება 10 ცხონდესო დაახლოებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრმაო ქრისტიანმა არ იცისო რატომ დადისო ეკლესიაში. არ გეწყინოთ ჩემო ძვირფასებო, ხოლოდ მიზანი აქვთ რომ როგორღაც ახსარება უთხრან მოძღვარს და მიიღონ ზიარება და მერე გაიქცენ ეკლესიიდან, არც გადაგებას ელოდებიან და არც იმას რომ ვინმე მოიკითხონ, ვინმეს თვალებში ჩახედონ, გაამხნევონ, რაღაც გარკვეული თანადგომა გამოხატონ, ხო, რაღაც ფარისევლურად მაპატიეთ ყველას არ ეხება, მაგრამ ჩვენ თანამედროვე ქრისტიანები ძალიან გთხოვთ მაგიურად მოვიქცევით. რა არის მაგია? მაგია არის აბრაკადაბრა, რომ არ გესმის რასაკეთებ. თუ ჩვენ ხატს ვეამბორებით და არ ვიცით რას ვეამბორებით, შეიძლება კერპთაყვანისმლობაში აღმოჩნდეთ. თუ ხატი არ ხდება სარკმელი ზეცაში, ის ხდება კერპი ჩვენთვის. თუ ხატი არ აგვამაღლებს იმ წმინდანამდე, რომელიც ხატზეა გამოსახული, მაშინ ჩვენ კერპთაყვანისმლები ვართ. თუ მეწირვაზე მესმის გალობა, კითხვა და იქიდან მე არაფერი არ მესმის და ქვეცნობიერად ვიქცევი, მაშინ მე არა ვარ წირვაზე. ეს კარგად უნდა გავიგოთ ჩემო ძვირფასებო. ესე არ შეიძლება რომ წირვაზე შევდგი ფეხი, თუ არა დავიწყე საუბარი, როგორ ახარ, დიდი ხანი არ სადისვენებდი, რა კარგი რუჯი გაქვს და დამთავრდა წირვა. ხო? ზიარება დაიწყო, ჩქარა მინდა ვეზიარო, მამაო მომცა კურთხევა. ერთი კვერექსი არ მოусმენია, არაფერი არ გაუგია რა ხდება წირვაზე, მაგრამ ეზიარა და მე როგორი გაუნათლებელიც და უმეცარი მოვიდა, ასეთივე წავიდა წირვიდან, მაგრამ ნაზიარები ეზიარა. ნუ ქადაგებას მე მოისმეს თუ არა, სადროს ქადაგება, ეჩქარება. აბა ახლა მითხარით, რამდენს გეცნოთ თქვენი თავი, ხო? რახან ცხელა ძალიან ბევრი ადამიანი გარეთ დგას ეზოში, ხმოვანდება, მოგეხსენება წირვა, კარგად მთელი წირვის განმავლობაში ისაუბრებენ, მოიკითხავენ ერთმანეთს, მერე შევლენ, ბავშვს აზიარებენ, ნუ ყველაზე კაი ვარიანტი თვითონაც ეზიარებიან, ან მარტო ბავშვს აზიარებენ, აი ეს ვერ გავიგე კიდევ რომ წირვაზე მოდიან მარტო იმიტომ რომ ბავშვი აზიარონ, ხო? ბავშვმა რო კითხოს, დედიკო და მამიკო, ან შემონათლია, შენ რატო არ ეზიარები? აი რა უნდა უპასუხოთ, ხო? ან ქორწილში რომ მიხვიდეთ ახლა თქვენ და არ ჭამოთ, არ დალიოთ და მასპინძელმა გითხრას, როგორ აი დაგპატიჟეთ ქორწილში და რატომ არ მიირთმევთ? არა, იცით რაღაც მაწუხებს, აი რაღაც ხო წარმოუდგენელია ქორწილში მიხვიდე,
და არ მიირთვა არაფერი. ასე არის წირვაზე რომ მოდიხარ და არ ეზიარები, ხო და თანამდროც იცით რას ამბობენ? გუშინ პირველის ნახევარზე წყალი დავლია და მაგიტომ არ ვეზიარები და ამ დროს სანამ წყალს დალევდა, განიკითხა, იჩხუბა, იკამათა. ის არ ახსოვთ და ეს მეორადი ცოდვები, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ცოდვები, წინ აქვთ წარმოჩენილი, იმიტომ რომ არ ეზიარონ და ვითომ ძალიან სულიერები არიან. აი შენ რო ეზიარე რა ღირსი იყავი? მე არა ვარ ღირსი და არ ვეზიარები. როდისმე ვინმე ღირსი შეიძლება გახდეს წმინდა ზიარების, არა? იკონომიით, ანუ შეღავათებით, ღვთის განუზომელი კაცთმოყარებით ხდება ზიარება, ხო? ანი მამაოსი არ მესმის, რომელიც წირვაზე კითხულობს სახარებიდან მიიღე და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი, სუთავისაგან რამე თუ ესე არის სისხლი ახალი აღთქმისა თქვენთვის დამთხეული. მივიდა ადამიანი სხვა ტაძრიდან წყალებში და არ აზიარებს. რატომ? წადი და შენმა მოძღვარმა გაზიაროს. რას ნიშნავს ეს? შენი ეკლესია პრივატიზებული გაქვს? ხო არ შეიძლება ასეთი რამე. ეკლესია ხო ერთია? ერთია ეკლესია, მაგრამ სხვადასხვა სამრევლო. მე ნარიყალაზე რო ვერ წავედი და მან ახლო ჩამოვედი და უცხადებ ადამიანს რომ იცი, წადი და შენმა მოძღვარმა გაზიაროს, ეს არ შეიძლება. ასეთი რაღაცებიც ძალიან ხშირად ხდება და აი ამიტომ ვაცხადებ ამას, რომ თუ რომელიმე სასულიერო პირი თქვენ არ გაზიარებთ, უნდა აგიხსნათ, რატომ არ გაზიარებს. და არგუმენტი ის, რომ მე შენი მოძღვარი არა ვარ და არ გაზიარებ, ძალიან სუსტი არგუმენტია და ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს. იმიტომ ადამიანი მხოლოდ არ უნდა აზიარო, იმიტომ რომ მომაკვდინებელი ცოდვა აქვს და გითხრათ რომ აი მაგალითად ვიმრუშე, ხო, ის არ უნდა ეზიაროს, მაგრამ რაღაც პატარა განკითხვაში ჩავარდი და წირვაზე დავაგვიანე და გუშინ ლოცვას ბოლომდე ვერ დავესწარი, ამის გამო არ შეიძლება რომ ადამიანი დააყენოთ ზიარებიდან. მოკლედ ძალიან ბევრი რამეა და აქ მარტო მრევლის გასაგონად არ ვსაუბრობ, მე მაქვს უფლება რომ სიყვარულით შევახსენო ჩემ ძმებსაც, რომ ხშირად ყოფილა ეს შემთხვევები, მე არ ვიგონებ, ადამიანი წირვიდან გამოუბრუნებიათ, იმიტომ რომ იქ მრევლი არ არის. ხო, ეს მე ყოველთვის დიდი სიხარულით, როგორც კი უცხო ადამიანს დავინახავ, მეკითხები, შვილო, მოძღვარმა მოგცა აკურთხევა, დიახ, ეზიარე და მომიკითხე შენი მოძღვარი. შეიძლება სულაც არ ვიცნობ მის მოძღვარს. ეხლა ავიღოთ ჩვენი მრევლი, თბილისის მრევლი, რომელიც არის ბათუმში, არის ბაკურიანში, არის ბორჯომში, რომ მივიდეს იქ, ახსარება რომ თქვას, ან მოძღვარს რო შეუთანხმდეს ზიარებაზე და უთხრან, იცი რა არის, შენ ბათუმელი არ ახარ და რატო უნდა ეზიარო? შენ ბორჯომელი არ ახარ, რატო უნდა ეზიარო, ხო? ძალიან შორს ვიქნებით, ეს უფრო დიდი მავნებლობაა ეკლესიის, ვიდრე გარკვეული სექტანტების ან ეკლესიის მტრების, ხო? საერთოდ მეტი დანაშაული შეუძლია არასწორ ქადაგებას და შემოსილი ადამიანის არასწორ ქმედებას, ვიდრე გარედან შეგვიძლია ეკლესია დავაზიანოთ. ციხე ყოველთვის ტყდება შიგნიდან. ან ასე იციან ხოლმე, აი მე ამისი მოძღვარი ვარ, მე იმისი მოძღვარი ვარ და მე მიდის აი ჩემი მოძღვარი უფრო კარგი მქადაგებელია, ბევრი ლაიქები აქვს მის ვიდეოებს თუ ჩემი მოძღვრის ვიდეოებს მეტი ლაიქები აქვს და ამაზე მიდის, არა ის უფრო პოპულარულია, არა ის უფრო პოპულარულია და მოკლედ აიცით რომელია ჩემი მოძღვარი, აი ხშირად რომ არის ხოლმე ტელევიზიაში და ასე შემდეგ. ეს ნუ იქნება კრიტერიუმი იმის რომ ვისი ვიდეო რგოლები მეტია, რომელ ტელევიზიაზე მოძღვარი უფრო საყვარლად გამოდის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მოძღვარია რომ საერთოდ არ ჩანს ტელევიზიაში და არ სოციალურ ქსელში, მაგრამ იმდენად განათლებულებად, იმდენად სულიერები და იმდენად თავდაბლები არიან, რომ ნამდვილად შეიძლება ბევრი ცნობადი მოძღვარი ახლოსაც კი ვერ მივიდეს მათთან. ამიტომ ეს არ უნდა იყოს კრიტერიუმი, რამდენად ცნობადია შენი მოძღვარი. ჩვენი მოძღვარი ხო იცით ვინ არის? იესო ქრისტე. ჩვენი მოძღვარი არის იესო ქრისტე და ჩვენ, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, როგორც ქოფაკი ძაღლები. როგორც ქოფაკი ძაღლები ფარასროულიან გარშემო, რომ გელმა არ წაიყვანოს, აი ასე დაგვადგინა ღმერთმა მადლით, ხირით, ონით დაგვადგინა მღვდლები. პირველი საიდუმლო რომელია, ხო? მიჰბერა სული წმინდა და
უთხრა რომ ვისაც მიუტევებთ მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ არ მიეტევებათ. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც მე მოძღვრისგან უნდა მივიღო, ცოდვების შენდობა, ცოდვების შემცირება. მარტო ჩამოთვლა ამ პარტავნებით, მრისხანებით, პატივ მოყარებით, ხო, კარგი შვილო, ეზიარე. რომ აღარ ვიყო ამ პარტავნებაში. აი ხო, კარგი შეკითხვა დამისვი და სულ ვცდილობდი რომ ამ გადაცემაში ეს არ გამორჩენოდა. ყველა მოდი შევთანხმდეთ ხო მეც თქვენს თეკლა და ვინც გვიყურებს ყველა ვაღიარებთ ამას დიდი მიხვედრე არ უნდა რომ ამ პარტავნები ვართ ხო ხლამას ხო დიდი ფარული ცოდვა არ არის ეს ხო ეხლა ნუ ვინც ვერ ხდება ეს მეორე უბედურებაა საერთოდ ხო მაგათ მე გადავწყვიტე რომ როგორც შემა პირველმა მოძღვარმა მამა არჩილ მინდიაშვილმა მითხრა არაერთ გზის და სულ ყურში მაქვს მისი სიტყვები გიორგი ხო იცი რომ შენი პირველი მტერი ამ პარტავნება ერთხელ იქადა გადათეკლა დიდი მარხვაა და იწყება დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი მეზორე და ფარისეველი. მე წინ ვდგევარ როგორც ფარისეველი და მგონია რომ მამა არჩილი ქადაგებს უკან როდგანან აი ვიღაცეებზე რა მე არა მე ხო სასულიერო სასწავლებელი სტუდენტი ვარ ხელმოღერებული დგავარ და მიხვდა რა მამა არჩილს ახლა არ გაუჭირდებოდა მიხვედრა ხო რომ მე ფიქრობ რომ სხვები არიან ამ პარტავნები და ეს ქადაგება მე არ მეხება. რომ მივედი ჯვარს უნდა ვიამბორო და გიორგი ხომ არ გავიწდება რომ შენი პირველი მტერი ამ პარტავნება დღესაც ყურში მაქვს ეგ სიტყვები ხო და გავიგეთ ახლა ამ პარტავნები რო ვართ ხო მაგრამ აი როგორ დავახციოთ თავი ამ პარტავნებას არის ძალიან საინტერესო უყურეთ პავლე მოციქული ამბობს ჩვეული სიბძნით რა გაქვთ ისეთი რაც არ მიგიღიათ აი ჩაიხედე სარკეში რომ სიმპათიური ადამიანი ხარ ხო და შენ რო სიმპათიური ხარ, შენი დამსახურება მე მგონი არ არის, ხო? ვისი დამსახურება? მშობლების. მაღალი ხარ, ხო? ვისი დამსახურება? მშობლების. კარგად გაცვია, რაც ნაჭამი ხარ, ნაკვები ხარ, ნიჭები გაქვს, სამსახური გაქვს, ვისი დამსახურება? უფლის, უფალმა მოგმადლა ეს ყველაფერი და რო დაფიქრდები და იტყვი რომ რა მაქვს მე საამაყო და რატომ უნდა ამივარდეს თავში ან სამსახური, ან გარეგნობა ან ნიჭები, ან ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს, ყველაფერი მოგვეცა და პავლე მოციქული ამ პარტავნებს გეკითხება რომ რა გაქვთო, კაცო, ისეთი რაც არ მიგიღიათო და თუ მიიღეთო, აღიარეთო რომ მიღებული გაქვთო, ქმნილებები ხართო და რა გაქვთ მერე საამაყო. მადლობა უთხარი ღმერთს. მადლობა უთხარი ღმერთს. რატომ უნდა წახვიდეთ ხვალე ჩემო ძვირფასებო წირვაზე, რომ მადლობა უნდა უთხრათ ღმერთს. ზოგი იცით რას ამბობს? სადამსალია მე ახლა წირვისთვის ძლივს ვისვენებ. ხო და რო ისვენებ და მაგისი საშუალება რომ მოგცა ღმერთმა, მაგიტომ უნდა წახვიდეთ ხვალ წირვაზე და მადლობა უნდა შეწიროთ ღმერთს, რომ ღმერთო აი რა ბედნიერი ვარ, ვიღაცა ახლა თბილისში არის და ვერ ისვენებს, ვერ გამოვიდა ქალაქიდან, მე კიდევ გამოვედი და 1-2 საათი ხო შეიძლება რომ შევწირო ღმერთს. ღმერთს ჩვენი არაფერი არ ჭირდება, მოგეხსენებათ კარგად, ხო? მადლობა, ევქარისტია, რას ნიშნავს? სამადლობე. როგორ ამ მდგომარეობაშიც ხარ? ერთი ძალიან საინტერესო მატერიკი უნდა მოგიყვეთ. სამწუხაროდ ის წიგნი დამავიწყდა, საიდანაც ამოვიღე. წავიკითხე, უყურეთ, ერთი ფილოსოფოსი ხვდება ერთ ღირს მამას, წმინდა მამას და კიდე ეუბნება დილამშვიდობისად. და ამ მამამ რა უპასუხა იცით? არ მახსოვს ისეთი დილა მქონოდეს, რომ მშვიდობა არ ყოფილიყოსო ჩემში. ფილოსოფოსს გაუკვირდა, როგორ თქვენ განსაცდელი არ ქონიათ, ან მწუხარება არ ქონიათ, ან რამე უსიამოვნობა არ შეგხვედრიათ. მე ღმერთის ერთგული შვილი ვარ და ყველაფერს მადლიერებით ვიღებო და სულაც არ ვარო გაბრაზებული არავიზე და არა ვარო მე უკმაყოფილო. და როგორ ახლა უკვე ჩაუღრმავდა ფილოსოფოსი და ღმერთმა რომ თქვენ ჯოჯოხეთში გაგზავნოთ, მაშინაც მადლიერები იქნებით? ნახეთ რა უპასუხა წმინდა მამა, მე როგორცო ერთგული შვილი, მოსიყვარული მამასო კისერზე ჩამოვეკიდებიო და ღმერთი ჯოჯოხეთში ჩემთან იქნებაო. და სადაც ღმერთი იქნებაო, იქო ჯოჯოხეთი აღარ იქნებაო. ანუ მე ყოველთვისო ღმერთთან ვარო, ღმერთს ვემადლიერებიო და ასე ვთქვათ, არასდროს არ მიგზნია მშვიდობის ნაკლებობა. ნახეთ რა საინტერესო პასუხია. და ჩვენ როგორ ვიცით, რა ვიცი, აბა ვარ, რა ვიცი, აბა რა გითხრა, ანუ რაღაც მოკლედ
ისეთი პასუხს მიიღებთ ხანდახან, რომ აღარ გინდა რომ ადამიანი მოიკითხო რა, ხო, რაღაცა ესეთი წუწუნი, რაღაცა ვაიმე და უიმე და ნუ ყველაფერმა ჩემთვის მოიცალა ეხლა და ხო, აი ნახე რა ხდება, იმის მაგიოთ რომ ადამიანი ერთმანეთი ვანუგეშოთ, დავლოცოთ, ხო, მაშინვე ვიწყებთ რაღაც პოლიტიკური მოვლენების განხილვას და გონია უკვე რომ მეტეორი ჩამოვარდა და ყველაფერი ცუდად არის. ძალიან მიყვარს თეკლა ფუტკრის და ბუზის პასუხი, ხო? ერთი და იგივე გარემოშია ფუტკარიც და ბუზიც. და ბუზს ეკითხებიან, რომ რა ხდებაო შენს გარშემო? ირგვირ სკორეაო, სიბინძურეაო, ჭუჭყიანი ქილები ყრიაო, საშინელებაო, ანტისანიტარიაო და ფუტკარს ეკითხებიან, შენს გარშემო რა ხდებაო? ყვავილებიაო, სკვერებიაო, ნახე რა ლამაზი ყვავილებიაო ჩემს გარშემო. ერთი და იგივე გარემოში ერთი ხედავდა სიბინძურეს და მეორე ხედავდა სიწმინდეს და სილამაზეს, ხო? ოკაცაშიგან რაც არის, იგივე წარმოდინდების. კი, უამრავი რამე არ მოგწონს, მაგრამ უფრო მეტი რამე კარგი ხდება. უბრალოდ დღეს არსებობენ ისეთი საინფორმაციო საშუალებები, რომ ცდილობენ, რომ ყველაფერი ნეგატიურ ფერებში და ნეგატიურ მდგომარეობაში დაგვანახონ. ძალიან ბევრი რამე კარგი ხდება ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც, მაგრამ არა, ეს ყურებადი არ არის. ეს არავის არ უნდა. ეხლა მე და შენ თეკლა საკმარისია დავიწყოთ ისეთი თემების განხილვა, რომელიც არაეკლესიურია და პოლიტიკურია, აი ჩვენი გადაცემა ყველაზე პოპულარული გახდება ალბათ, მაგრამ ეს არ მოეწონება უფალს. ეს არ მოეწონება დედა ეკლესიას. იმიტომ რომ ეკლესია არ გვაშინებს, ეკლესია გვამშვიდებს, ეკლესია გვაკურთხებს. ეკლესია არის დედა და დედა აშინებს თავის შვილს. აბა მითხარით, რომელი გუდიანი მოვა და საჭმელი ჭამე, ეხლა მაგასაკიდან მე მგონი ყველა ვართ გამოსული, ხო? და პავლე მოციქული ტიმოთეს არიგებს, რომ ასწავლეო და მერე შერისხეო. ჯერ ასწავლე ადამიანს, ხო და თუ არაფერი გისწავლებია და პირდაპირ მეორეთ მოსვლაზე დაიწყებს საუბარს, ადამიანი გაიქცევა ეკლესიიდან. ახალი აღთქმის კანონი ივანეს გამოცხადებით იწყება თუ მათესახარებით? მათესახარებით იწყება, ხო, მაცხოვრის გენეოლოგიით იწყება. მეოთხე სახარება როგორ იწყება, რომ ქრისტე არის ღმერთი. რატო თავიდანვე არ იწყება? ჯერ ხომ უნდა გაიგო, რომ ქრისტე იშვა და მერე უნდა გაიგო, რომ ეს ქრისტე, რომელიც იშვა ქალწულ მარიამისაგან არის ბუნებითი ჭეშმარიტი ღმერთი. ყველაფერს დალაგებული აქვს ეკლესიას საფეხურებად, მაგრამ ჩვენ კითხვას ვიწყებთ ბოლო წიგნებიდან, რომ აბა როგორ იქნება და აი ამას წინათ მოვისმინე ერთი საკმაოდ პოპულარული ღვთლისგან, რომ ესო მითებიაო, მეორეთ მოსვლის თემაო, ესო ჩაამატაო ეკლესიამ. არ ვიცი ახლა მე მგონი სხვა რამე იფიქრა, უნდა აუცილებლად გამოვიკვლიო, რას ნიშნავს ჩაამატა ეკლესიამ და მეორეთ მოსვლის თემა. და დააკვირდით ეპისტოლეებს, ხო ყველგან ამ თემაზე საუბრობს პავლე მოციქული, რომ შვილებო გაფრთხილდით ბოლო ჟამია. ანუ ბოლო ჟამი მერე კი არ იქნებაო, კაცო, ჩვენთვის, ჩვენ ახლა ამ საუკუნეში რო ცხოვრობთ, არავინ არ ვიცით, რომ გათენდა და დაღამდა, როდის გარდავიცვლებით, ხო და შენ უნდა იფიქრო, რომ შენთვის შვილო ბოლო ჟამი არ იცი, როდის გახვალ ამ სოფლიდან. ახლა წარმოვიდგინე მაცხოვარს რო ეთქვა მოციქულებისთვის პირველ საუკუნეში, რომ 21 საუკუნეში მოვა ქრისტე, ხო? არ შეიძლება ეკლესიამ ეს არ განგვიცხადა, მაგრამ განგვიცხადა მოვლენები უძღვის მეორეთ მოსვლას. მაგრამ ეს ყველა მოვლენა აპოსტასია ქვია ამას, აშკარად, ძალიან მარტივად გეტყვით რა, რომ განხმება სიყვარული მრავალთა. პირველი ნიშანი აპოსტასიის ნიშნავს, რომ სიყვარული მოიკლებს. გახსოვთ პავლე მოციქულის ჩვენი მამა გაბრიელი რას ამბობდა, ერთი მოძღვარი იხსენებს, ასეო შემოვიდაო მამა გაბრიელიო და ქრებაო სასწრაფოთო შეუბერეთო, ანუ სიყვარული ქრებაო. ასე დადიოდა მამა გაბრიელი და ამბობდა, რომ სიყვარული კლებულობსო და სიყვარულს მოკლება რას იწვევს თეკლა? სიძულვილის მომატებას, ხო? სინათლის კლება რას იწვევს? სიბნელეს. ცოდნის ნაკლებობა რას იწვევს? უმეცრებას. სიკეთის ნაკლებობა ბოროტებას. ხო და ამიტომ ჩვენ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ მარილი სოფლისა და თუ მარილიო ძალას დაკარგავსო, რიღათი დაიმარილოსო, ხო? აი თუ
მარილს არ ექნება თავისი თვისება რომ ხრწნადობისგან დაიცვას გარკვეული საგნები მაშინ ის უკვე თავის ფუნქციას დაკარგავს და თუ ეკლესია არ ქადაგებს არ ნათლავს არ მიუტევებს ცოდვებს არ ანუგეშებს აბა რა ეკლესია ეს ხო მოძღვარი კი არ უნდა გვაშინებდეს უნდა გვარიგებდეს უნდა გვასწავლიდეს უნდა გვეფერებოდეს უნდა გვიხსნიდეს ხო მაგრამ არა ჩვენ გვინდა სასწაული რომ აი მე წირვის დროს რამდენ სანტიმეტრზე ვიწევი ქადაგების დროს და აი მამაო რო ქადაგებდა დაინახე ჭაღი დატრიალდა ხო აი ეს უკვე და მართლა კი აი ვიდეო გადავიღე და ესეთი რაღაცები უფრო აინტერესებთ ადამიანებს და წიგნებიც ხო აი საკმარისია ჩვენ სოციალურ ქსელში დავდოთ რომ რაღაც სასწაული მოხდა ხატიდან მოდის მირონი მაშინვე დადგება რიგი და უამრავი ხალხი მოიყრის თავს ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ მართლმადიდებლებმა რომ ღმერთი გვესაუბრება რაღაცას განიშნებს ღმერთი კატასტროფაში მოყევი სავანტყოფოში მოყევი საპყრობილეში მოყევი შვილო რაღაცა დაავადება გესტუმრა ოჯახში პრობლემები გრძელდება რაღაცას გესაუბრება ღმერთი შემთხვევებიდან გვესაუბრება ბიბლიას არ ვკითხულობთ სახარებას არ ვკითხულობ კარგი მაშინ სხვა კუთხით გესაუბრება ღმერთი ხო ღმერთი არ განებებს თავს მაინც გესაუბრება ხო ხა დედა დაანებებს და მამა შვილს თავს არ დაანებებს ხო სახში ხო გესაუბრება შენ გამოიქეცი სახლიდან ანუ ტაძრიდან გამოყვა დედა და მოგაძახებს ხო შვილო სად მიდიხარ შვილო დაბრუნდი იქ არ წახვიდე აქეთ მგელი შეგჭამს იქით დათვი შეგჭამს ხო არ დაგანებებს არც დედა და მამა თავს არ დაგანებებს არასოდეს ხო მე რა თქმა უნდა ნორმალურ მშობლებზე მაქვს საუბარი მაგრამ არ მეგულება მშობელი რომელიც ხელს ჩაიქნევდეს თავის შვილზე ხო და ასეთი მშობელი უმრავლესია და დედა ვისაც ეკლესია დედა არ არისო ამბობს კვიპრიანე კართაგენელი მისთვის მამა ღმერთი ვერ იქნება ამიტომ ეს დედობა და მამობა უნდა ვიგზნოთ ჩვენ ეკლესიაში და არა ის რამდენი სანთელი შევიძინე რამდენი კელაპტარი დავანთე რამდენჯერ მივედი იმ ხატთან რამდენი დავიჩოქე რამდენი სხვადასხვა ეკლესიებში სხვადასხვა ტრადიციები აქვთ არ არის ამაში ცუდი არაფერი მაგრამ არ უნდა დავაბნიოთ საზოგადოება და ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ტაძარში როგორც კი შედგი ფეხი ედემში დაბრუნდი შენ წირვა იწყება ესე იგი ღმერთი მოქმედებს უკვე ღმერთი გესაუბრება სახარება იკითხება სახარება იმარტება გაზგეძლევა სიცოცხლის ხიდან ნაყოფი ზიარება და გამოდიხარ ეკლესიიდან ბედნიერი გახარებული დამშვიდებული ცოდნით გაჯერებული და შენ მე ამ ყველაფერს ხებს უყვები აი დღეს ვიყავი ვეზიარე მამაო მიქადაგა ასეთი საინტერესო სახარება არის და ასე შემდეგ ხო აი ეს უნდა ხდებოდეს შემოგარგებო და რა ის რომ წირვაზე არ მიდიხარ იცი ძალიან მინდა მაგრამ დრო არ მაქვს ძალიან ცუდი პასუხია ეს და რატომ არა გაქვს დრო იმიტომ რომ სათევზაოდ მივდივარ იმიტომ რომ ბაზრობაზე მივდივარ იმიტომ რომ სალონში მივდივარ რომ მე დაბადების დღეზე წავიდე და უამრავი რაღაც ესეთი პასუხი ხო და მე რა თქვა ბატონმა რო გაგზავნა მონა თავისი შვილის ქორწილში გადით ეხლა გზაჯვარედინზეო დაუძახეთო მკელობლებს ანუ კოჭლებს ხეიბრებს რა ვიცი ისეთ ხალხს ვინც დაწუნებულები არიან ჩვენ მართლმადიდებლები ვართ ეს ხალხი რომ მე დაგვიძახა ღმერთმა მისი რჩეული ერი რო არ მივიდა ქორწილში ძის ქორწილში რომ მოიმიზეზე ზოგმა თქვა რომ ვენახი ვიყიდე ხო ზოგმა თქვა ცოლი მოვიყვანე ზოგმა თქვა რომ ხარკამეთში ვიყიდეო გადი ეხლაო და დაუძახეო იმათ აი ეს გზაჯვარედინზე რო დგენან მიტოვებულ ხალხს ანუ ჩვენ და მე მართლმადიდებლები უკვე მოვედით ყველა ეროვნებიდან და დედამიწის ყველა კუთხიდან აი ესენი ვართ ჩვენ ესენი ვართ და უკვე გავხდით სამეუფეო ერი საღვთელოება რომელიც ღმერთმა იშვილა ჩვენ ზეობილები ვართ ბუნებითი ძე არის იესო ქრისტე და ჩვენ ქრისტეში გვიშვილა ღმერთმა და
ეს ნაშვილობი ხალხი მე ვაცხადებთ რომ იცი რა არის აი მეზარება რა აი მე რა სხვა დროს წამოვალ ეხლა დრო არა მაქვს და ასე შემდეგ ჩვენს უკვე მივემსგავსეთ იმ ებრაელებს ვინც უარყო ღმერთი და უამრავი მიზეზები მოიგონა იმისთვის რომ არ მისულიყო მამასთან ჩვენ ქრისტეში მივედით და ჩვენს ეხლა ხვალ მოდი აბა შეკითხვას დავსვავ ეხლა რამდენი ადამიანი მიდიხართ ხვალ წირვად აი გეკითხებით ეხლა ჩვენ რომ გვიყურებთ მე და თეკლას საუბრის მიმდინარეობისას კომენტარებში დაგვიწერეთ პასუხები აბა დაგვიწერეთ ხვალ მიდიხართ თუ არა წირვაზე და მიდიხარ თუ მიდიხარ ეზიარები თუ არა აი ეს ორი კითხვა უნდა გავაჟღეროთ ეხლა თუ არ მიდიხარ რატო არ მიდიხარ და თუ მიდიხარ რატო არ ეზიარებ ძალიან საინტერესო კითხვა ეს არ არის რიგორისტული კითხვა ეს აუცილებლობა თქვენ მიდიხართ მამის მიერ გამართულ ქორწილში სადაც თავისი ძის ქორწილი გამართა და გეპატიჟებათ საჩუქარი არ ჭირდება ნუ დაიწყებთ მოძიებას საჩუქარი არ არის საჭირო მოემზადეთ და მიბრძანდით ხვალ და მიიღებთ ზიარებას ახლა იტყვიან აი 4 საბათი არ მიმარხულია აი რაღაც უამრავ რამეს მოიგონებს ადამიანი ოღონდ არ ეზიაროს ხო მაინც მიდიხარ მოგესწრება გვიწერს მამა გიორგი რომ მივდივართო კი ბატონო აგერ სტიქაროსანი ვარო ამბობს ხო ზოგი სტიქაროსანი უნდა წავიდეს გასაგებია მაგრამ მე იმ უამრავ ადამიანს ვეკითხებით ეკლა უამრავ ადამიანს ვერ მივდივარო სტიქაროსანმა დაგვიწერა რაღაცა მე ბრძვისო და ვეღარ მივდივარ არ ვიცი რა მაკავებსო მანამდე არის ნელი გასაგები რა გაკავებს ხო ამ დროს უყურეთ თუ ეხლა ზოგიერთები იტყვია რომ ძალიან მინდა მაგრამ ტაძარი არ არის ახლოს ხო ასეთიც ხო არის თქვენი სხეული გადააქციეთ სულიწმინდის ტაძრად თქვენ ნებისმიერ ტყეში ხართ ზღვის სანაპიროზე ხართ მთაში ხართ ხო დილით 1-15 წუთი დაუთმეთ უფალს ვერტიკალურ მდგომარეობაში დადექით ბუნების წიაღში და ადიდეთ ღმერთი უთხარით მადლობა მე დაგვიწერა ადამიანმა მე დიდი ხანია ყოფილვარო ხო უკვე დაიწყო სინანული ხო ხო აი მაგიტომ არის ეს გადაცემა თეკლა მე ყელი მოვიღერო და ადამიანებს დავენახო და შენს საკმაოდ გიცნობენ და მეც ხო ერთადერთი დანიშნულება აქვს ყველაფერს შემოკარგებო რომ ჩვენ უკეთესები გავხდეთ რომ ჩვენ დავბრუნდეთ მამასთან მამის წიაღში ჩვენ არ ვიცით რა გველოდება რამდენ ხანში რა იქნება ჩვენ ცხოვრებაში არავინ არაფერი არ ვიცით და ამიტომ მივდივართ მამასთან როგორც უძღები შვილები და мама არ გვეკითხება სად დაეთრეოდი აქამდე სად დადიოდი ხურს არ აგიწევთ мама გამოიქცევ აქეთ ჩვენსკენ და ჩაგვიხუტებს გულში დაგვიკლავს ზვარაკ ჭამებულს იესო ქრისტეს უსისხლო მსხვერპლი ჩაგვაცმევს ხამლებს გაგვიკეთებს ბეჭეს როგორც ღმერთის შვილს და გამართავს ლხინს ეგ არის წირვა ჩემო ძვირფასებო მაგრამ შენ ეუბნები რომ მე ამ ყველაფერს ვაღიარებ მაგრამ ეხლა არა ვარ ხასიედზე ეხლა არ ვაპირებ რომ მოვიდე შენთან მე რომ გვიან იყოს ხო შეიძლება რომ მე იყოს ძალიან გვიან აი ეს მე არის ძალიან ცუდი რაღაც ღმერთი გვეუბნება რომ შვილო დღეს არის შენი გადარჩენის დღე დღეს გელოდები დღეს თქვი ახსარება დღეს მიიღე ზიარება იმიტომ რომ ხვალინდელ დღეს იმდენი აქვს საფიქრალი რომ თვითონ იფიქროს ხვალინდელმა დღემ შენ დღევანდელ დღეზე იფიქრე ზოგი ამბობს ეხლა ჩავალ თბილისში მანქანას შევცვლი სახლის რემონტებს დავიწყებ ამას ვიზავ იმას ვიზავ ხო არის ღმერთმა ინებოს და ადამიანი რომელიც წყალში იხჩობა უცბად შემთხვევით რაღაცა შეემთხვა ჯარი წერია ყველას ისევ რემონტებზე იფიქრებს და ისევ მანქანის შესვლაზე თუ დაიწყებს ყვილს მიშველეთ გადამარჩინეთ ხო თუ შეძლონგზე წამოგორებული ადამიანი ახლა ფიქრობს ახლა აი ჩავალ ამას ვიზა ამას გავაკეთებ საკმარისია პრობლემა შემთხვას მაშინვე დაიწყებს ლოცვას ხო მაშინვე იტყვის უფალო დამეხმარე უფალო შემიწყალე როდის იწყება წირვა მაშინვე გაიგებს უახლოეს ტაძარში მიქანდება მივარდება მაშინვე ხო ამიტომ მოდი ნუ დაველოდებით რა მუბედურ შემთხვევას მე კი არ გაშინებთ და მე კი არ წარმოგიდგენთ რომ ღმერთი რაღაც ესეთი კაცრი мама ხო არა უბრალოდ ჩვენ ვაიძულებთ ხშირად ღმერთს რომ გაბრაზდეს ღმერთი არ ბრაზდება რა თქმა უნდა მაგრამ აი და გინახავთ დედა და мама გაბრაზებული გამოყანილი მდგომარეობით და გინახავთ ხო
მაგრამ ჯერ ხომ პირად გითხრა დედიკო ჭამე რა დედიკო ჩაიცვი რა მამა გეუნეო არ მოწვიო არ იყვირო არ ნუ წყნარად გელაპარაკება ხო ყოველთვის ყველა მშობელი თავიდან ერთხელ ორჯერ სამჯერ გელაპარაკება წყნარად მაგრამ მე უკვე შეიძლება ყურთან მოგიტანოს ხელი ხო რატო იმიტომ რომ უყვარს ევანდელობაში ხომ იცით მამა გიორგი გაკრძალული გვაქვს ეს ყველა განსაცდელი ყველა სნეულება ყველაფერი ეს არის გაფრთხილება იმიტომ რომ საპრობილე ჯობია და კლინიკა სასაფლაოზე წოლას ხო და ჯოჯოხეთში და ტანჯვას ეს არის ჩვენ ვაიძულებთ ღმერთს რომ არ გვესმის ერთხელ მოვიპარე ორჯერ მოვიპარე სამჯერ ვიჩხუბე და რო შეგაჩეროს ღმერთმა ამიტომ თავისუფლება აგიკვეთა ეს არის პენიტენცია ეს არის სინანულის სისტემა ხო ლათინურად სინანული არის პენიტენცია პენიტენციარული სისტემა ჩვენ სისტემა გვაქვს ამისი ციხიდან რომ ადამიანი გამოვა უკეთესი უნდა იყოს კლინიკიდან რომ გამოხვალ სიცხეები რომ აღარ გაქვს და რომ დაგიწერა ექიმმა რა უნდა გააკეთო და ამას ესე რომ გადააგდებ და ისევ ტალახიან გუბეს რომ უბრუნდები და ვისი ბრალია მე კაცო ხო მე რო კიდევ მიგიტანენ და ექიმი რო გეტყვის კაცო მე ხო შენ გავთხილი რომ ეს აღარ ჭამო ეს აღარ დალიო ფეხით იარე წონაში დაიკელი რატო გეუბნევა კაცო რატო უკეთესი გახდე გარეგნობით ეს კიდევ არაუშავს რა რთული დასანახი ადამიანი რომელიც ფიზიკურად დაზიანებულია მისი ცხოვრების წესით ხო იმიტომ რომ ვერ თქვა რაღაც ზედმეტ საკვებზე უარი არ მარხულობს არც ექიმს უჯერებს არც მოძღვარს ეს კიდევ არაუშავს მაგრამ შიგნით დაგანახათ აბა რა ხდება შიგნით რა ხდება როგორი ბოღმა ჭამს როგორი განკითხვის სული ხრავს ხო არაფერი და არავინ არ მოწონს გამოვა იყურება ეს რატო აცვია ამას ის რატო დადის ამ მანქანით ეს ამას როგორ გაყვა ეს რატო მუშაობს იქ მე რატო არ ასე ის რატოა ისე და თელი დღის განმავლობაში და თან ამ ყველაფერში სოციალური ქსელი ძალიან ეხმარება რომ დაინახოს ყველგან ყველაფერი და უფრო ცუდ ხასიათზე დადგეს მერე ხო მამა გიორგი საერთოდ არ წაგიკითხიათ კომენტარი ისე გაიცით პასუხი და მაგიტომ მეცინე ხო კითხავი ვარ მადლობა კომენტარი მე კითხვა არ წამიკითხავს ხალხო ხო ნახეთ რომ კითხვა არ წამიკითხავს თქვენით გაიცით მამა გიორგი ბოლო კომენტარს პასუხი და ძალიან დიდი მადლობა ჰაერზე არ ხდება ხალხო ეს ყველაფერი მინდა რომ შეკითხვებს უპასუხო არ იფიქრონ რომ რაღაცა წინასა მომზადებულები ვართ კითხვები გამოგზავნეთ ძალიან გთხოვთ. ერთი იყო დასაწყისში რაც ძალიან დამაინტერესა იქიდან გამომდინარე რომ მეც მქონია ხოლმე მაგავს შემთხვევაზე კითხვები ხო ვიცით ადამიანები განკითხვის ცოდვაში უფრო ხშირად ვარდებით ხოლმე მამა გიორგი და კითხვა იყო ესეთი რომ როდესაც ხედავთ ხოლმე ტაძარში პატარ ძალს რომელიც ჯვრის დასაწერად მიდის ნახევრად შიშველი როცა მიდის ხოლმე საკურთხეველთანო ასეთ დროსო რასეუბნებით ხოლმე მოძღვრები და თუ გაქვთ ამაზე რეაქცია და მეც მქონია ეგეთ შემთხვევა რომ დამინახავს და თუნდაც ჩემი მეგობარს ქონდა ქორწილი და ძალიან ამოღებული ეცვა და ხან რა მივაფარე ხან რა მოვაფარე ჯვრის წერის დროს და თვითონ მაინტერესებს ეს დამამახსოვრდა ძალიან ეს პირველივე შეკითხვა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალიან კორექტურად უნდა უთხრათ და ადამიანს არ უნდა ჩავაშხამოთ ეს დღე, ხო? ეხლა პატარძას რომ ჯვრის წერაზე ჯვარი არ უკეთია და თავზე არაფარია და ფაქტიურად შიშველია, ხო? ეხლა აქ უკვე ვინც გინდა იყოს ძალიან ახლობელიც, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უნდა სასწრაფოდ მოძღვარმა უნდა მიიღოს ზომები, ოღონდ სახალხოდ არ უნდა დაიწყოს ყვირილი და აი ეხლა რას გავხართ და არა, ასე არა. ძალიან კორექტულად, ძალიან მამაშვილური სიყვარულით, კარგია რომ სიძე გაიყვანოს გვერდით და უთხრას რომ აი ისინი ძალიან შიშლები რო არიან, ან ჟამე მოიფარონ, ან დატოვონ ტაძარი და დედოფალს შიშიშვლი არ ეკადრება, არ უხდება და გთხოვთ რომ რაღაცნაირად თუ შეიძლება კი არა, მე მგონი რომ არ შეგურჩენ მიაფარე, უნდა მიაფარო. განკითხვა და მრისხანება ადვილია, გამოსწორება ყველაფრის შეიძლება. რატო იცით რომ წარმოვიდგენ თუ ერთხელ ხდება, ხო, შენ ცხოვრებაში ჯვრის წერა და ამხელა სიხარული გაქვს და ეხლა
დარწმუნებული ვარ თეკლა რომ არც ერთი პატარძალი შეგნებულად შიშველი არ მოდის. უბრალოდ სხვა ქორწილები რო აქვს ნანახი, ხედავს რომ ყველგან შიშვლები დადიან, ამას გონია რომ 100 საჭირო ეთყობა რომ ყველა უნდა იყოს შიშველი. რატო აი ვერ ვიგებ ხო აი რა ხდება არ მესმის რა აი წირვაზე შიშვლები რატო უნდა მოხვიდეთ ქორწილში კაცო. ხო მე მინახავს ხანდახან ძალიან ახლობელი რო გეპატიჟება ხო აი წამოდით მამაო რა ქორწილში და წერია ჟულის კანონში რომ მოდელი რო წავა ქორწილში რომ დაინახავს რომ ადგაო ხალხის საცეკვაოდ უნდა დატოვოს ქორწილი და დამჯდარიც არ ვართ რომ ყველა ცეკვავს უკვე თავიდან და უკვე მე ესე იგი არც გაცდიან რომ დაჯდე და დალოცო და რამე უთხრა ხო და ხან ისიც მინახავს თეკლა რომ ძალიან სიმპათიურად ჩოხა ახალუხში და ესე არიან გამოწყობილები მეკორწილეები და მithქვი აუ რა კარგები არიან და ეს ჩოხა ახალუხში გამოწყობილი ხალხი მე მივედი ქორწილში და იქ უკვე რაღაც პლაჟის კოსტუმებში არიან გამოწყობილი ესეც ვერ გავიგე ხო ღმერთი აღარ არის იქ კაცო იქ აღარ გიყურებს ღმერთი მარტო ტაძარში გიყურებს ღმერთი და იქით არ გიყურებს აუ ხერხულია ხო მაგრამ აუცილებლად უნდა უთხრას მოძღვარმა, მაგრამ ხშირად მოძღვრებს ცოტა უხეშობა გვახასიათებს, არ შეიძლება მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პატარძალი და მეკორწილე გაგვიგებს, თუ ვეტყვით სიყვარულით, რომ ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან კარგად გამოიყურები შვილო, მაგრამ ტაძარში არ შეიძლება ასე, რატო არ შეიძლება შვილო, იცით, ამ უნდა აუხსნა, რომ ეხლა მე შენთვის უნდა ვილოცო მე ღმერთი უნდა შევაწუხო, რომ შენ დაგლოცოს, რომ შენ კარგად იყო და ამისთვის მე მჭირდება წესრიგი. და ის ხალხი, ვინც შენ ახლა აქ მოყვა, უნდა დამეხმაროს ლოცვაში, მაგრამ ლოცვაში კი არ მეხმარება. აქეთ-იქით იყურებიან და შიშველ ხალხს ათვარიელებენ და არ შედგება ეს რისთვისაც შენ აქ მოხვედი, ეგ არ შედგება. მარტო მე ვილოცო ჩემთვის და ასე ხდება ხშირად. ისე კითხულობს ზოგი სასულიერო პირი რომ ერთ სიტყვას ვერ გაიგებ რა წაიკითხა, რაზე წაიკითხა ხო? აქ ეხლა 60 ქულო უნდა წავიკითხო, სახარება უნდა წავიკითხო, უნდა შევჩერდე. უნდა გითხრა შვილო, აქ რო წერია რომ ცოლს ეშინოდეს ქმრისა, ეს იმას კი არნიშნავს რომ შენ ეხლა ამის ბატონი ხარ და ეს შენი მონა და ხო უნდა აგიხსნას მოძღვარმა რომ ერთი სისხლით და ერთი ხორცი გახდით, რა მოვალეობები გაკისრიათ, მაგრამ შენ კამერისკენ იყურები და პოზირებ, როგორ გიხდება ეს კაბა, როგორ იცინი და მოკლედ რაღაცები და ისე ტარდება მაგიურად წირვა, ისა ჯვრისწერი საიდუმლო, არავინ არ იცის რა ხდება და ვერაფერი ვერ გაიგო და ბუნებრივია ხმაური იქნება, ხო? მაშინვე როგორც კი ტაძრის სივრცეში შევედით, მოძღვარმა უნდა გამოაცხადოს. აბა ეხლა დამშვიდით ჩემო ძვირფასებო, აბა სიჩუმე, მე უნდა ვილოცო ამ ლამაზი წყვილისთვის, მაგრამ მარტო მე გამიჭირდება, თქვენი დახმარებაც მჭირდება. დამეხმარებით, დიახ, ყველა იტყვის დაგეხო და თუ დამეხმარებით, ხელი არ შემიშალოთ რა. ხელი არ შემიშალოთ, თქვენი პოზირება, თქვენი კაბები და რაღაცები, ეხლა გაჩერდით ყველა, სანთლები დაიკავეთ ხელში და მოდი ეს ლამაზი წყვილი დავლოცოთ. მერე თან გავჩერდები 60 ქულოს საკითხვის შემდეგ, სახარების საკითხვის შემდეგ, ვეტყვი, აი ხლა თქვენ გაიგეთ აქ რა ეწერა, ვერ გაიგეთ. აი ხლა მე აგიხსნით თანამედროვე ქართულზე რა წავიკითხე. ყველა დაინტერესდება, ყველა გაჩუმდება და მერე იტყვია, რომ აი მეც ასე მინდა, რომ დავიწერო ჯვარი და არასდროს არ მივალ ტაძარში ნახევრად შიშველი. ამას ჭირდება ჩემო კარგებო დიდი ყურადღებით, სიყვარულით, ახსნა და განმარტება, რომ არ იყოს ქორწინების საიდუმლოება, მაგია და ესე მივლენ ხოლმე და მამაო ცოტაშია მოკლე რა, ცოტა მოკლეთ მოჭერი რა, მათთან დასინიან მამაოს და აუ რამდენი ხანი რა ამბავია რაღაც და ესე თითქოს მამაომ დაპატიჟა ისინი, ხო შენ თვითონ მიდიხარ ხო? შედალოცულო არ გინდა რომ ისე გულიანად დაგლოცოს მამაომ და ილოცოს რომ მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეს. ეხლა კი ერთმანეთს შესციცინებთ, მაგრამ მერე შეურაცხყოფებზე რო გადახვალთ ხო უნდა გაგახსენდეს მამაომ რომ გითხრა რომ შვილო სულ იავარდით მოფენდილი არ იქნება თქვენი ცხოვრება და თაფლობის თვე რომ გადავა მერე არ მინდა ხა პატარა კამათის პერიოდში რომ გადაიზრდება, გაგახსენდება რომ უნდა მოითმინო, უნდა გიყვარდეს
რომ ამ კაცთან და ამ ქალთან შენ დადე პირობა, რომ მთელი ცხოვრება ჭირში და ლხინში იქნებოდით ერთად და პატარა პოლემიკაზე არ ესე ვთქვათ დაიწყებდით შხუს პატარა რაღაცა მიზეზების გამო, რომ შენ რომ გიყვარ შენი მეუღლე, მისი მშობლებიც უნდა გიყვარდეს და ცუდი არ უნდა თქვა. ფოტოშორის აქაც გეტყვით, რომ მეუღლეები თავიდან პირდაპირ ერთმანეთს არ აყენებენ შორაცხულა, ჯერ მშობლებით იწყებენ. და თუ შენ ეს გაატარე, რომ შენ მშობელზე გითხრა, შენმა მეუღლემ აუგი და შენ ხმა არ ამოიღე, მერე შენზე გადმოდის უკვე ის შეურაცხყოფა და ის შენიშვნა. ამიტომ როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ, ისე მოექეცი და უნდა იცოდე რომ შენ კი ნუ ელოდები რომ ვინმე გაგაბედნიერებს, შენ უნდა გააბედნიერო, შენ უნდა ფიქრობდე იმას კი არა რომ ჩემი მეუღლე რითი მასი ამონოს, შენ უნდა დაასწრო და შენ უნდა ასე ამოვნო იმას. იფიქრო ყოველ დილით ახლა მე როგორ გაულამაზო ჩემს მეუღლეს ცხოვრება, მნიშვნელობა არ აქვს ქმარია თუ ცოლია. თუ პირიქით ახლა ფიქრობ, აბა ახლა რას მიყიდის, აბა ახლა რას მომიტანს, აბა ახლა სულ ელოდებიან იმისგან, ხო? აბა შენაირი ქმარი, აბა შენაირი ცოლი. ჩემ ქმარს არ უყვარ ვარ, მე ვეკითხები შენ გიყვარს? და სიჩუმე. როცა შენ ამჩნევ რომ შენ ქმარს არ უყვარ ხარ, ესე იგი შენ თავში შეამჩნიე რომ შენ სიყვარული არა გაქვს. თუ შენი ქმარი ან შენი ცოლი გიყვარს, იმისგანაც მიიღებ იგივეს, მაგრამ შენ დათესე სულ მრისხანება, სულ შენიშვნა, სულ მე მინდა, მე მიყიდე, მე უნდა ჩავიცვა, მე უნდა წავიდე. ცოლ ქმარში მე აღარ არის, უკვე არის ჩვენ. ორი ეგოისტი ერთად ვერ გაჩერდება. ჩხუბი იცის ორი ეგოისტის ორი თხა მიდის ხო იაკობ გოგებაშვილი. არც ერთი უკან არ იხევს, რა ხდება? ორივენი წყალში გადაეშვებიან, ხო? ან ქმარმა უნდა მოითმინოს ხან ცოლმა უნდა მოითმინოს, მაგრამ არა, დედამ დაარიგა, რომ არაფერი არ დაუთმო მაგას რა გონია, მე იცი როგორ გაგზარდე? ან მამა ეტყვი, შენი ცივისი შვილი ხარ, შვილო, ერთი სიტყვა არ შეარჩინო მაგას, ამეხواره შლება. თუ ეტყვარ, დედიკო, კარგი ახლა რა, მასე არ უთქვია კაცო ამ კაცს რა, ესე თბილად სიყვარულით უნდა გავანეიტრალოთ ჩემო კარგი. მეჯვარეობა რას ნიშნავს? მეჯვარეები უნდა მივიდნენ მაშინვე ჯვრის ერთელობაში, უნდა დაეხმარონ წყვილს. მარტო დაბადების დღეებზე კი არ უნდა იარონ და მარტო სუფრებზე ხო? უნდა მივიდნენ და თქვა რაღაცა თქვენზე გავიგერო, კამათობენო მართლა. აი რა, უნდა იკამათო კაცო, რამე პრობლემა გაქვს, ჩოდი ჩვენ დაგეხმარებით. ეს კრეფსითობა, ეკლესია ეგ არის. სამწუხაროდ თეკლა დღეს ეკლესიაში მოდიან მარტო ნათლობაზე, ჯვრის წერაზე, ან ჯვრის მაპატიეთ აყრაზე, ადრე ვისაუბრეთ, არ არსებობს, ხო? და მიცვალებულზე. ვიღაც გარდაიცვლება და მარტო მაშინ მოდიან ეკლესიაში. არც აღსარება, არც სინანული, არც ზიარება, არც მოძღვართან კონსულტაცია, ხო? ხელოსანი რომ მანქანა შეაკეთებს, ხო აინტერესებს ის მანქანა რამდენი ხანი იმუშავებს, ხო? ჩვენ რო ჯვარი დავწერეთ, ხო, მაინტერესებს ის წყვილი, ნეტა როგორ არიან, რამდენი შვილი ეყოლათ, ან ეყოლათ შვილი, არ ეყოლათ, როგორია მათი ურთიერთობა, არ უნდა ავიდეთ იმ მოძღვართან, ვინ ჯვარი დაგწერა. მაგრამ რო კითხო, სად დაიწერე ჯვარი? აი იქ სადღაცას რაღაც, არც ტაძარიც კი არ იციან, წესიერად სად დაიწერეს ჯვარი და მოძღვარი, აი რაღაცა მელოტე კაცი იყო და, რა ვიცი, მსუქანი მამაო იყო თუ გამხდარი იყო თუ რაღაც მოკლედ. ფოტოებიდან შეიძლება თუ რაღაც ამოიცნონ და ამ დროს თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ უნდა მივიდეთ, ჩემო კარგებო და უთხრათ, მამაო, მე რომ მეგონა ვარდისფერი ეს სამყარო ასე არ ყოფილა და სანამ გაშავდება ან განაცრისფერდება, მასწავლეთ რა, როგორ მოვიქცე და როგორ გაულამაზო ჩემს მეუღლეს ცხოვრება. რა ჩვენთან არა, მაშინ აღარ მინდა რა ამასთან ცხოვრება რა. გონიათ რომ მარტივად შეიძლება ოჯახის დანგრევა. არა ჩემო ძირფასებო, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებსო წერია სახარებაში. ამიტომ ჩემო ძირფასებო, ეს ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, წერია სახარებაში, ამას მამები გვასწავლიდნენ და ჩვენ ღლები, ვალდებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი თქვენ გაგიზიაროთ და სანამ გვაქვს ამის საშუალება, რომ ასე თავისუფლად ამ სივრცეში შემოვდივართ, შეიძლება მერე ცენზურა დაწესდეს, მერე შეიძლება
უდლებს დევნა დაგვიწყონ და რა ვიცი უამრავი რაღაც შეიძლება მოხდეს და სანამ შვიდობა და სანამ თეკლა გოგავასნაირი ჟურნალისტები და გიორგი დარასელიასნაირი ჟურნალისტები არსებობენ გამოვიყენოთ ეს პერიოდი გამოვიყენოთ ჩემო კარგებო იმიტომ რომ ესაია წინასწარმეტყველი ამბობს რომ შიმშილს ჩამოვაგდებო ბოლო ჟამს ოღონდ პურის შიმშილი კი არ იქნებაო ღვთის სიტყვის შიმშილი იქნებაო ეს რას ნიშნავს თქვენ გესმით ღვთის სიტყვა მაგრამ დამახინჯებულად გესმით აი სწორი ქადაგება რომ მოისმინო უკვე რთულია იმიტომ რომ ხედავ რომ სასულიერო პირიც კი ზოგიერთი ძალიან დამახინჯებულად საუბრობს და მე კი არ განვეკითხავ გული მეტკინება ხოლმე რა რომ იმიტომ რომ აი მე რომ მოვედი თეკლა ეკლესიაში ძალიან ჭირდა სახარება არ იყო თანამედროვე ქართულად იყო ეფრემისეული ძველი ქართულისიც ძალიან იშვიათობა იყო და ნუ უდლის ტელევიზორში დანახვა ხო საერთოდ ფუფუნება იყო არ იყო სოციალური ქსელი და 1-2 მქადაგებელი მოძღვარი თუ იყო და იმასთან მიხვიდოდი და იმასაც უკვე იმხელა მრევლი ყავდა რომ ვერ მიგიღებდა თუ მიგიღებდა დრო არ ქონდა და ეხლა რა ბედნიერები ვართ რამდენი კარგი მოძღვარი ყავს ხო რამდენგან შეიძლება მიხვიდე და შეიძლება კი არა აგერ სოციალური ქსელიდანაც შეგიძლია რომ დაურეკო მე უამრავი ადამიანი მიკავშირდება მადლობა ღმერთს კითავს არ ვიქებ ხო შენ კარგად იცი და ვცდილობ რომ სანამ ცოცხალი ვარ სანამ მაქვს უნარი და სანამ სოციალური ქსელი გვაძლევს ამის საშუალებას დადგება დრო რომ წირვალოცვას აკრძალავენ და იქნება დევნა უნდა ვიცოდეთ ჩვენ ცისქვეშეთში ახალი არაფერი ხდება ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია იყო დრო რომ პიჯოს რო გადაიწერდი ამის გამო დაგაპატიმრებდნენ და კოლეზიუმში გაწამებდნენ აგერ კომუნისტების პერიოდში აღდგომა ღამეს ხა ჩემი თაობის ხალხი ყველა გაიხსენებს ხო მე ჯერ არ ვიცოდი რატო აღდგომა ღამეს თელი დღე რატომ გადიოდა კარგი ფილმები ვიდეო რაღაც ესეთი სტალონეს ფილმები და პუნქტრუ კონტრაპუნქტუ და მოკლედ ეს ესტრადა და თუ რამე ესეთი მაშინ სადღურო ხო საშუალება რომ YouTube და რა ვიცი Google მე მივხვდი რომ ოღონდ ახალგაზრდები ღამის თევაზე არ წასულიყვნენ ისეთი გადაცემები გადიოდა რომ მაგრამ ახალგაზრდები მაინც მიდიოდნენ აღდგომას ვერავინ და ვერაფერმა ვერ შეაჩერა ადამიანი როცა დაიმახსოვრეთ დევნით ქრისტიანობას და ეკლესიას მაშინ უფრო ძლიერდება ეკლესია და როცა ეკლესია ფუფუნებაშია და აფინანსებ მაშინ უფრო მოისუსტებს ეს დაიმახსოვრეთ კარგად რომ ეკლესია ძლიერი იყო ყოველთვის მაშინ როცა იყო დევნა შევიწროვება აი მაშინ იყო ეკლესია ძლიერი რატო მობილიზებული ხარ ლოცულობ დგეხარ მტკიცეთ ხო ეხლა რაღაცა თითქოს რაღაც გეზარება თითქოს რაღაცა დღეს არა ხვალ ზეგიძახი და ასე შემდეგ მე კი არ მინდა დევნა უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ წინასწარ გაგვაფრთხილა ღმერთმა რომ ჩემი სახელის გულისთვის გაგდევნიან თუ მე მდევნეს ჩემი მიმდევრებიც იქნებიან დევნი ეს ერთ-ერთი ნიშანია ქრისტიანობის აბა ის რომ შენ ურჯულოებაზე არაფერი არ თქვა რა თქმა უნდა მოგეფერება ყველა ესაია ამბობს ასევე რომ ვაიმათ ვინც კარგზე იძახიან ცუდს ვინც თეთრზე იძახიან შავს ანუ ყველაფერს პირიქით რო იძახიან ხო ასია ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენ უნდა უთხრათ ხალხს სიმართლეს აი ჩვენ ვიცით პოლიტიკოსები რომლებიც ადრე სხვანაირად საუბრობდნენ ეხლა სხვანაირად საუბრობენ ხო ადრე ოპოზიციაში იყვნენ ეხლა პოზიციაშია ჩვენ ხო იმათ არ მივაწყობთ ჩვენ ყოველთვის ერთი და იგივე უნდა ვიქადაგოთ გუშინ დღეს და ხვალ იესო ქრისტე არის იგივე ქრისტიანობა ყოველთვის თანამედროვეა არ შეიძლება რომ ჭეშმარიტება სხვა საუკუნეებში სხვანაირად იქადაგო და დღეს სხვანაირად იქადაგო არ შეიძლება რომ არა თქვა ცუდზე ცუდი და კარგზე კარგი რატო იმიტომ რომ ჩვენი ფუნქცია ეკლესიამ უნდა უთხრას აი თქვენ შემეკითხეთ ხო მე არ ვიტყოდე შე რომ არ გეთქვათ ეკლა რომ შიშველი რატომ უნდა იყოს პატარძალი ეს ხო უნდა უთხრა არ შეიძლება ხო თამბაქო რომ არ უნდა მოწიოს ადამიანმა ეს ხო უნდა უთხრა კი აწერია კოლოფზე მაგრამ უნდა უთხრა კიდე გარკვევით ხო რატომ არ უნდა მოიპაროს ხომ უნდა უთხრა ადამიანს უნდა უთხრა სიყვარულით არა როგორც მოსამართლემ არამედ როგორც ადვოკატმა როგორც მოსიყვარულემ მამამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას
როგორ ეტყვი ადამიანს შენ ცოდვილი და საზიზღარი ხარ თუ შეცდომილი უძღებიშვილი ხარ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვარი როგორი კილოთი როგორი ტონით როგორი გარეგნობით და სიყვარულით გესაუბრება თუ შენ რა გინდა საცხი გისვია ტუჩებზე შარვლით მოხვედი გააგდეთ ეს აქედან და თელი ტაძარი დაინახავს იმ გოგოს რომელსაც შარვალი აცვია ან ტუჩებზე აქვს საცხი და ის არასდროს ეკლესიაში აღარ მოვა ან ძალიან დიდი მართლმადიდებელი მესანთლე გამოვარდება და ყვირის და არ შემოხვიდეთ აქ და ეს სამანტყოფოში რომ სნეული მივიდეს უნდა გამოაგდონ შეიძლება რომ სამანტყოფოდან კლინიკიდან სნეული გამოაგდო რომ უთხრა რომ შენ ცუდად ახარ და არ შემოხვიდე და ის ზუსტად რომ არის ის რა უნდა ჩაიცვას და რა უნდა დაიხუროს იმიტომ მოვიდა ეკლესიაში რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ თუ გაგდებას რა უნდა შეურაცხყოფის მიყენებას რა უნდა ხო თელი ტაძარი რომ დაინახავს რომ მამაო დაგიყვირა შენი ხო აღარ მიხვალ ხო თუ ეტყვის რომ მიდით ამ გოგონასთან და ისე უთხარით რომ ეს მოიფარე შვილო ის აგერ გვაქვს ის მოიფარე და მომავალში ასე აღარ მოხვიდე რამე ხომ არ გინდათ რამე ხო არ გინდა მამაო გაგესაუბროს მაშინვე დარჩება ეს ადამიანი გაუხარდება ხო თუ ყველა რომ როგორც კეთროვანს ისე რომ შეხედავს არა ამის მაგალითები ძალიან ბევრია ხო აი ერთხელ იყო ლოცვაზე მოვიდა გოგონა შარვლით და ელოდებოდა რომ ეხლა მე ვეტყოდი რომ არ გაცხებზეც და ასე შემდეგ ძალიან თბილად უთხარი რომ ერთმა დაგლოცოს და მომავალში იმედი ასე აღარ მოხალთ ხო და გახდა მე ჩემი მრევლი ის გონი მითხა ისეთი თბილად მითხარით რომ მამაო ველოდებოდი იმიტომ რომ ადრე სხვაგან რო ვიყავი გავმაგდესო ეხლა აქაც უკვე დაძაბული ვიყავიო და უკვე მეგონაო რომ ერთი მკაცრი სახე გაქვთო რომ მეგონაო რომ ეხლა მეტყოდითო რომ გაითრი აქედან ან არ გაცხებზეც და ისეთი თბილად მითხარითო და სიყვარული ჩამეღვარაო გულში და დღემდე ის ადამიანი ეკლესიაში დადის ხო ჩვენ უნდა შევხედოთ ადამიანს არა როგორც ცოდვილს და საშინელი ბოროტმოქმედს არამედ დაზიანებულ ქმნილებას რომელსაც გადარჩენა დახმარება თანადგომა ლოცვა სინანული ზიარება მეგობრობა ჭირდება რა უბრალოდ მაგრამ აი თუ დიდი ხანია უკვე დადის და ისევ შარვლით მოვიდა აი იმას შეიძლება უთხრა რა არის ახლა ხო შენ სამაგალითო უნდა იყო და ისევ დადიხარ წლები რო გავიდა და არაფერი იცვლება მაშინ ცოტა შეიძლება გაგიბრაზდეს მოძღვარი ისიც სიყვარულით ხო რა თქმა უნდა რომ როგორ შენ ისევ განკითხვებში ხარ კაცო კარგი რით ვერ გაიგე რომ არ არის შენი საქმე ვინ რა მანქანი დადის რა გაგეყოფა რა აღარ გინდა გეყოფა გაჩერდი ვინ როგორ შემოვიდა ტაძარში არ არის ეგ შენი საქმე ხო შენ თავს მიხედე ამას მოძღვარი მიხედავს მაგრამ არა თელი წირვა ვატრიალებთ აქეთ-იქით კისერს რომ დავინახოთ რამე ესეთი ერთხელ ანტონ სუროჟელი მოგეხსენებათ დიდი მამა იყო დასავლეთში ქადაგებდა ევროპაში და გარკვეულ დროს მამაო ჩვენოზე დაიჩოქა თელმა მრევლმა და ერთმა არ დაიჩოქა და როგორც კი გამოვიდა მამაო განიმოსა მესანთლე იყო ალბათ ან ვინმე ესეთი რეგენტი მივიდა და იცით მამაო რომ ამან არ დაიჩოქაო ლოცვის დროსო და შენ თუ დაიჩოქე და ლოცულობდი როგორ დაინახეო რომ ამან დაიჩოქა თუ არ დაიჩოქაო ხო აი შენ თუ დაჩოქილი იყავიო და ლოცულობდიო კაცო როგორ დაინახეო ამან რა გააკეთაო ხო შენ თუ ლოცულობ და შენ თუ ცოდვილი ხარ ხო როგორც მეზვერე გულში უნდა იცემდე ხელს რომ მერთო მილხინე ცოდვილს ამას და შემეწყალე მე თუ იმას რა აცვია ის როგორ არის რა შენი საქმეა ამას მოძღვარი მიხედავს და დაალაგებს ყველაფერს ხო შენ პირიქით უნდა გიხაროდეს რომ აი ეს ადამიანი რომელიც დაკარგული იყო მოვიდა უნდა გიხაროდეს რომ სულიწმინდა მოიყვანა ის ადამიანი ეკლესიაში და შენ არ უნდა გააგდო ეკლესიიდან უნდა იცოდეთ რომ სულიწმინდას მოყავს ადამიანი ეკლესიაში და ზოგიერთ რეგვენ ადამიანს კი შეუძლია რომ ის ეკლესიიდან დააბკოლოს და გააძევოს თავისი რაღაცა ესეთი უხეში
დამოკიდებულებით ან სულოდ არაფერი ხმაც რო არ მოიღო და ესეთი ზიზღით შეხედო ხო ესეც საკმარისია რომ ადამიანმა იგრძნოს რომ ეკლესიაში არ შემოსულა ეკლესიაში რომ ადამიანი შემოდის როგორც სნეულს აი შენ უკვე მკურნალობ კლინიკაში ხარ და შენ უკვე დაიწყე გადიხარ მკურნალობის კურსს და შემოიყვანეს ახალი პაციენტი მაშინვე უნდა რაღაცა გაუღიმო და სიყვარული დაანახო რომ შენ ცოტა განკურნებული ხარ უკვე კარგად არის შენი საქმე და იმ ადამიანს აგზნობინო რომ სიყვარულით ელოდებოდი და არა როგორც უფროსი შვილი რომ დაინახავს რომ უძღები შვილი მოვიდა კი არ გაუხარდა მამა ეუბნება რომ დაკარგული იყო და მოვიდაო შენ ხო სულაკა ხარო კაცო ჩემი ყველაფერი ხო შენი იყო არ გაგიხარდა რომ შენი ძმა დაღუპულიო აგერ მოვიდაო მაგრამ წარმოვიდგინეთ როგორ უნდა მივხვდეთ რომ ჩვენ როგორი ქრისტიანები ვართ როგორც კი დავინახავთ რომ ჩვენმა მოძღვარმა სხვას მეტი ყურადღება მიაქცია დიდხანს ესაუბრა და გაუღიმა და მე ამის გამო გავბრაზდი ესე იგი მე ვარ უფროსი ძე ცუდი ადამიანი ვარ ხო ესე იციან ხო მამაო რა არის ახაც ახალ მოსულებს მეტ ყურადღებას აქცევთ იმიტომ შვილო რომ მას უფრო მეტი ყურადღება ჭირდება შენ უკვე ბევრი რამე გასწავლე ხო და ახლა ის ახალ მოსულს ხო უნდა ყურადღება ხომ უნდა განათლება ხომ უნდა დარიგება მაგრამ არა ხშირად ძველი მრევლი რო ქვია ხო უკვე დიდი ხანი აი მე 20 წელია დავდივარ მე 10 წელია დავდივარ მაგრამ რომ არ გეტყობა შვილო რომ არაფერი არ გეტყობა ამდე ხანი არ დადიხარ ისი ბრალია ხო და ამ დროს ავაზაკი მოვიდა ბოლოს და 64-ში შევიდა და იუდა ჯოჯოხეთში აღმოჩნდა ხო ეს ძალიან დამაფიქრებელია მოკლედ თავარია გვახსოვდეს რომ ღმერთის სიყვარულის და მოყვასის სიყვარულის გარეშე არ არსებობს არც ერი არც ფერი არაფერი არ ხდება ჩემო კარგებო და გვახსოვდეს ყველას რომ ჩვენ მოსამართლეები არა ვართ ჩვენ კანონმდებლები არა ვართ ჩვენ ვართ მსახურები დიახ ყველა ქრისტიანი არის ღვთის მსახური მე ვარ მღვდელმსახური მაცვია ანაფორა და მეკეთია ჯვარი რომ ჩავატარო ნათლობა ჩავატარო წირვა ახსარება მოვისვინო და გაზიაროთ ეს არის მღვდელმსახურება მაგრამ თქვენ ღვთის მსახურები ხართ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი არის ღვთის მსახური რას ნიშნავს რომ უნდა დაეხმარო ადამიანებს უნდა მოიკითხო უნდა გაამხნევო უნდა ესაუბრო რასაც შენ აკეთებ ახლა შენ ახლა ეწევი ღვთის მსახურებას ღვთის მსახურებაა თეკლა რომ მოძღვარს ეკითხები რომ ადამიანებმა უფრო მეტი გაიგონ ღმერთზე და რა ის რომ თქვენ უმეცრებო და თქვენ ჯოჯოხეთში მოხვდებით და აი თქვენ რა გეშველებათ და რაღაც ესეთი ამდენი გადარჩება ამდენი არ გადარჩება აი ესე იქნება და ასე შემდეგ ხო იმიტომ დავიწყე ანდრია ტკაჩოვის სიტყვები ცოტა ვიღაცა კაცრად მოეჩვენება მე არ მომწონს ასე რომ აი ამდენი არავინ არ იცის რამდენი გადარჩება 100-დან და რამდენი არ გადარჩება ეს საიდუმლოება ეს მარტო ღმერთმა იცის რა რო აი იცი რა არის ახლა აქედან აი აქ ამდენმა ილოცა ამდენმა არ ილოცა ამდენი ეზიარა ამდენი არ ეზიარა არ არის ახლა ეს ასე დასაწვრილმანებელი საკითხი რა ხო ესე იციან ხოლმე რომ ახლა აი 100 კაცი ეზიარა მაგრამ ნამდვილად რამდენი ეზიარა რა შენი საქმეა რა შენი საქმეა რამდენი ახლა ამ 100 კაციდან ვის ახსარება როგორ აქვს ნათქვამი რა შენი საქმეა შენ დაგაკლდა ამით რამე არა ხო შენ სოდებს მიხედე ხო აი მამაო ახლა ესე იციან ხოლმე როს ახსარებას ვიბარებ რიგიდგა და აი მამაო ჩემზე წინ შემოვიდა ის მაღალი ქალი რო იყო მოთხარ შენ სინანული გაქვს შენ ახლა ახსარებას მაბარებ თუ განკითხვაში ხარ ისევ კაცო შენ ახლა აქ რო დგეხარ ხო ახსარებაზე ხარ მოსული თუ ვინ ადრე წავიდა ვინ წინ წავიდა ვინ გადაგასწრო ესე იგი შენ ისევ პატივმოყვარეობაში ხარ შენ არა გაქვს სინანული რა ახსარებაზე ხარ კაცო თუ უნდა გაგიხარდეს რომ ის წირო წავიდა ეტყობა ჩემზე ცოდვილია ეტყობა ის ჩემზე ცოდვილია და მიდი მე ბოლოში და ასეთ ადამიანებს თეკლა მე რომელიც განიკითხავენ ხოლმე რომ ზიარების დროს და ახსარების დროს წინ ჩამიდგა ეტყვი ბოლოს ეზიარე ყველა დაინახავ რომ ყველა ეზიარა შენ შეგინახავ წმინდა ნაწილებს ნუ გეშინია ბოლოს ეზიარე თუ განკითხვაში ხარ და ვერ იტან რომ რიგი ვიღაცა სტიქაროსანი ადრე შემოვიდა ახსარებაზე და გაბრაზდი ახსარებაზე არა ხარ შენ
შენ ხარ უბრალოდ მოტანილი გაქცოდები, რომ ეს ზიარება გინდა შენ სინანულში მყოფი ადამიანი იმაზე ფიქრობ, ეხლა ვინ წინ წავიდა, ვინ უკან წავიდა, ხო? თუ წინ წავიდა და დაინახე თქვი, რომ ეთყობა ეგ ჩემზე ცოდვილია და ადრე შევიდეს რა პრობლემაა? მე ყველას ვეუბნები, რომ ნუ გეშინიათ, ყველას გაზიარებთ, ყველას მოგისმენთ, ხო? ნუ დურტვინაოთ რა, ვინ წინ წავიდა, ვინ წინ ჩამიდგა. თუ ასე ღიზიანდები, ესე იგი პატივ მოყარე ხარ. გესმის? პატივ მოყარე. უნდა მიხვდი ამით, რომ წირო ვიღაცა ჩაგიდგა და გაღიზიანდი, ხარ პატივ მოყარე. დაგანახა ღმერთმა ეკლესია არის სამკურნალო სულიერი კლინიკა და უნდა მიგახვედრა ღმერთმა, რომ შვილო ის პატივ მოყარეობა არ დაგიტევებია და ისიც იმიტომ ჩაგიდგა შენზე უარესი თავხედი, რომ შენ დაგანახოს ღმერთმა, რომ შენ ხარ პატივ მოყარე და პატივ მოყარეობა დედა ამპარტავნების. ამპარტავნებაზე უარესია კიდევ პატივ მოყარეობა. აი ამიტომ რამდენი რამე უნდა ვიცოდეთ, ხო? რომ ჩვენ ჯერ კარგი ადამიანები გავხდეთ და მერე კარგი ქრისტიანი. ჯერ თუ კარგი ადამიანი არ ახარ, ადამიანს ღვთისმეტყველებაზე როგორ უნდა ესაუბრო, თუ არ შეუძლია ადამიანს მიესალმოს, ხო? აი მე სულ უყურებ წირვა რო იწყება, შემოვიდნენ გალობლები, დაწინაურებული ხალხი, ხო? შემოვიდა მედავითნე, შემოვიდნენ სტიქაროსნები და ვაკვირდები, მიესალმე და მე ყველას ვთქვი, შვილო, წირვა იწყება მისალმებით. შენ გვერდზე ხალხს მიესალმე, თავი დაუკარი, იცნობ, არ იცნობ, მიესალმე, დილამშვიდობისა, როგორ ახარ და მერე გაჩერდი და დაილოდე, როდის დაიწყება წირვა და ასამაღლებლებს, რომ იტყვის მოძღვარი, ხო? ერთმანეთს ხალხი არ ესალმება. წარმოგიდგენია, წირვაზე დგას ხალხი და ერთმანეთს არ ესალმებიან. ამ დროს, როცა ითქმება, ხო, ვიყვარებოდეს ურთიერთა, საერთობით აღვიარებდეთ, უნდა მივბრუნდეთ ერთმანეთად, თქვათ, რომ ჩვენთან არის ღმერთი, ქრისტე არის ჩვენ შორის, ხო? კაც არ ესალმები, ხალხს არ ესალმები და როგორ არის ქრისტე ჩვენ შორის? თავს ვიტყუებთ. ერთი სული მაქვს ზიარება დაიწყოს, იყურები მარტო ბარძიმისკენ, ვეზიარე და გავიქეცი, ხო? ხან არის რომ ვაცხადებთ, რომ ამ ადამიანს ჭირდება ფინანსური დახმარება. დაიცადე, ხო, შეიძლება შენც მიიღო მონაწილეობა. ან რაღაც უნდა გამოაცხადოს მოძღვარმა. არა, ერთი სული გვაქვს, მალე გავიდეთ ტაძრიდან, გავიქცეთ, სადღაცას დაბადების დღე და წავიდეთ და ასე შემდეგ. სულ მე ვლაპარაკობ და შეკითხვა არ არის? მამა გიორგი, არიცით როგორი ვზივარი ხო? ესეთი ემოციებით 2 თუ 3 შეკითხვაა სულ. 170-180 არის შიგნიდან მაყურებელი სტაბილურად და გარედან გვიყურებს 7000-ზე მეტი ადამიანი. ეს ლაივი ჩემთვის არის განსაკუთრებული იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი შეკითხვები არ შემოსულა, ხალხი გისმენთ გულისყურით და იმხელა სითბო იღურება კომენტარებში, რამდენჯერმე თვალებიც კი ამიცრემდა, იქ კითხვები იყო, რომელ ტაძარში მსახურობს ეს მოძღვარი და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი კი არა და უმრავლესობა დადებითი კომენტარი იყო. ერთი კითხვა მექნება თქვენთან, ეს დაიწერა მამა გიორგი ესე. ავაზაკს უნდა ვემსგავსოთ რა და ვცხონდეთ. ძალიან გთხოვთ, ისევ იქნებ ეს განგვიმარტოთ და ერთ შეკითხვას ალბათ მე კიდევ მოვასწრებთ დასრულებამდე. აი პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის ყველაზე მისაბაძი პერსონაჟი არის ავაზაკი. რატომ არის ავაზაკი მისაბაძი პერსონაჟი? ის არ ითხოვს ცხონებას. ის არ იმართლებს თავს. ის პირიქით მეორე ავაზაკს, საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ კაცობრიობა იყოფა ორ ნაწილად, უფროსი ძე და უმცროსი ძე, ფარისეველი და მეზვერე. მონანული ავაზაკი და ავაზაკი, რომელიც თავს იმართლებს. მეტი კატეგორია ადამიანების არ არსებობენ. ეხლა ზოდიაქობის ნიშნით დავანებოთ თავი და სანგვინიკი, ფლეგმატიკი და ხოლერიკი და ემას დავანებოთ თავი. ორი კატეგორია, ერთი რომელიც მიხვდა რომ ავაზაკია და ცოდვილია და მეორე ეშმაკეული, რა ცოდები მე მაქვს კაცო, არაფერი, შენ თუ ქრისტე ხარ, გადმოდი და გადაგვარჩინე. ხო ესე იტყვიან ხოლმე, მამაო, აი თუ შეგიძლია ხელფასი არ ამაგდა ისა დამეხმარე სამსახური მიშოვე და ასე შემდეგ, ხო? ორი კატეგორია, ერთი დარჩა ბოლომდე ავაზაკი და რასეუბნება ქრისტეს უყურეთ, შენ თუ ხარო ქრისტეო, შენ თავის გადაიჩე, თქვენს გადაგვარჩინე. მეორე უნება გაჩერდიო, რას ამბობო? ჩვენ რაც დავაშავეთო, რაც დავთესეთო, იმას ვიმკითხო. აი ეს არის აღსარება.
ახსარებაში რომ ამბობთ რომ მოდიხართ ახსარებას რომ ამბობთ უნდა თქვათ რომ მე დავაშავე აქავე დავძენ რომ რომელია ნამდვილი ახსარება ნამდვილი ახსარების დროს ცრემლები მეტია ვიდრე სიტყვები თუ სიტყვები მეტია და ცრემლები ცოტა ესე იგი ეს უკვე დაკითხვა ეს უბრალოდ მოყოლა მაგრამ თუ რას ეუბნება ესე იგი რომ ჩვენ რაც დავთესეთ იმას ვიმკით და მომიხსენე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა როგორ უნდა ვემსგავსოთ ავაზაკს ახსარების დროს მოძღვარს ვეუბნებით რომ მამაო ჩემი ქმარის კარგი კაცია ჩემი ცოლის კარგი ქალია ჩემს გარშემო ყველა კარგი ადამიანები არიან მაგრამ მე ვარ ცოდვილი მე ვერა ვარ კარგი ქმარი ვერა ვარ კარგი ცოლი მაგრამ თუ თავს იმართლებ რომ იმიტომ ბილსიტყვაობ რომ ცოლი წყევლის ან იმიტომ იწყევლები რომ ქმარი გაგინებს ან ავი დედამთილი გყავს და ცუდი უფროსი შენ ახსარებაზე არ ახარ უნდა გაგაჩეროს მოძღვარო მაშინ მითხას რომ ნუ მეჭორავებით შენ თავზე მესაუბრე ავაზაკმა თავის თავზე დაიწყო საუბარი ანუ აღიარა ის რომ რაც დათესა იმის გამო არის ჩამოკიდებული ძელზე ჯვარზე და ეუნება ღმერთს არა ვარ მე ღირსი 64-ში რამე მომიხსენე უბრალოდ არა ვარ მე არაფრის ღირსი მახსენე უბრალოდ მახსენე მეტი არაფერი არ მინდა შენგან და ჩვენ ორჯერ რო ვეზიარებით და სამჯერ წირვას დავესწრებით უკვე გონია რომ 64-ში ვართ და როგორ კაცო აბა და გვერდზე ვიყურებით აი ეს სოდვილები ეს წირვაზე რო არ დადიან და მე წირვაზე დავდივარ ეს არ დადის წირვაზე ხო ავაზაკზე რა წერია არ ვიცით არაფერი ავაზაკზე ხო გარდამოცემები არსებობს რომ და ეგვიპტეში ილტო და იოსები და მარიამი მაშინ მან შეაჩერა და გადახადაო ყრმას და თქვა რომ გავიგეო რომ ამ ბოლო დროსო ღმერთი იშვაო და ეს ბავშვი ესეთი ლამაზად გამოიყურებაო რომ შეიძლება ის ბავშვიო ნუ ასეთი გადამოცემები არსებობს მაგრამ ეს ნამდვილად სიმართლეა არ ვიცით მაგრამ ეკლესია გვეუბნება რომ პირველი 64-ში შევიდა ავაზაკი ხო აი ეგ ძალიან საინტერესოა მსგავსი რამე არც იუდაიზმშია არც ისლამშია არც ბუდი არც ერთ რელიგიაში ნებისმიერ რელიგიის წარმომადგენს რო კითხო როგორ უნდა ცხონდეს გეტყვის რომ დღეში 5 ჯერ უნდა ილოცო მარხვა უნდა შეინახო სიკეთე უნდა გააკეთო არ უნდა მოკლა არ უნდა იმრუშო მოკლედ მცნებებს ჩამოგითვლიან და აი ესე ცხონდები მე გეტყვით რომ არ არის მასე მარტო მცნებებით და მარხვით ვერავინ ვერ ცხონდება ტყუილია ასეთი მარტივი არა ეს არის ხელოვნური რელიგია ქრისტიანობა მეტია ვიდრე რელიგია ქრისტიანობა გეუბნება რომ შენ ღმერთის ძე ხარ შენ უნდა განიხვთო მაგრამ ეს გახვთობა აქ თუ არ დაიწყე მე ვერაფერს ვერ გაიგე აქ თუ წირვაზე არ დადიხარ და ლიტურგია არიცი რომ არის ღმერთის დროში შემოყვანა წარმოიდგინე რამხელა რამეა რომ შენ ღმერთი შემოყავ დროში როგორ და წარმოიდგინე რომ შენ ტაძარში შეხვიდი და წირვა დაიწყო დრო აღარ არის იქ გუშინ ხვალ და დღეს აღარ არის ღმერთის დროა უკვე იქ შენ ღმერთის დროში ხარ და უფალო შეგვიწყალე უკვე ამას რომ ამბობ ხშირად შენ უკვე აღარ ფიქრობ არაფერზე ღმერთთან ახარ ღმერთთან გესმის და აქ თუ არ დაიწყე უფალო შემიწყალე იქ სასუფეველში რა უნდა გააკეთო კაცო შენ არაფერი არ იცი საერთოდ არ გიყვარს არ ეზიარებოდი არ ლოცულობდი არაფერი იძახდი დრო არ ამაქო და არ ცოდვაო და რა გინდა რა უნდა გააკეთო 64-ში ხო აქავე შემოყავ ღმერთი შენ ღმერთი გემორჩილება წარმოიდგინე კვირას ჩვენ ღმერთი გვემსახურება იცი ჩვენ კი არ ვემსახურებთ ჩვენთვის იკვლება ჩვენთვის ჯვარს ესმება ჩვენთვის გოლგოთაზე მიდის ჩვენ გვაზიარებს ჩვენ ყველაფერს ჩვენ გვიკეთებს ღმერთი ჩვენ ვართ თანამწირველები მამაო მწირა არა იესო ქრისტეა შეწირულიც და შემწირველიც შენი შენთაგან შენ და შემწირველნი გესმით აი ეს არის მთავარი და ავაზაკმა ჯვარცმული შენერწყებული დამცირებული როგორ პიროვნებაში დაინახა ღმერთი ხო წარმოიდგინეთ რამხელა ხედვაა და ანუ ღმერთი გეუბნება რომ შვილო
მარტო კანონები არ არის საკმარისი, მარტო მცნებების დაცვა არ არის საკმარისი, გული მჭირდება, აღიარება მჭირდება, შენი ცნობიერება მჭირდება, რომ მიხვდე რომ ავაზაკი ხარ. ერთი ნეტარი ავგუსტინი ამბობს, რომ ადრე ავაზაკებიო ორღობეებშიო და ტყეღრეშიო დადიოდნენ. ეხლაო ლამაზად ჩაცმულები დადიან. ხო, ადრე ავაზაკები ესე დამბაჩები დადიოდნენ და პირახეულები და თავს დაგესხმოდნენ და ეხლა შეიძლება ბანკში შეხვიდე და იქ დაგესხან თავს და საერთოდ ან რომელიმე მარკეტში რაღაცა ისეთი შემოგატყუონ, რომ ავაზაკზე უარესი იყოს, ხო ის? ნამდვილად. ხო. ან გასტუკიანი იყოს და ისეთ რამე გითხრას, რომ საერთოდ დაკარგო ყველაფერი და ამ დროს ძალიან მიღებული პიროვნება იყოს ის. ამიტომ საკითხავია ავაზაკი ჯერ კიდევ ვინ არის, ხო? ამიტომ ქრისტე რომ მოვიდა, ვინ ამხილა, გაიხსენეთ ფარისევლები და მწიგნობრები, თეთრად შეფეთქილო საფლავებო. მეძავებთან ტრაპეზობდა და იმათ ამხელდა, ხო? და ხალხი განეკითხავდა, რომ კაცო, რა უნდაო იმათთან? მეო, კურნალი ვის ჭირდებაო? ავანტყოფებს, ხო? და თუ შენ გონია რომ განკურნებული ხარ უკვე ძალიან ცდებ. მე მაგალითად რაც დრო გადის, ვაღიარებ, მინდა ვაღიარო სახალხოდ, უფრო მეტ შეცდომებს ხედავ ჩემ თავში. ახალი ნაკურთხი რო ვიყავი, ახალი ოქროპირი მეგონა ჩემი თავი. ეხლა ხვდები რომ ძალიან ბევრი რამე მაქვს სასწავლი და ბევრი რამე არ ვიცი. ხო, ამიტომ ავაზაკი ნუ გონიათ რომ საპყრობილეში ზის ეხლა. შეიძლება პარლამენტში ზის, შეიძლება მთავრობაში ზის, შეიძლება რომელიმე ბანკის ხელმძღვანელია, შეიძლება რომელიმე მარკეტის მენეჯერია და ავაზაკია გატყუებს, ხო? ვადაგასულ შემოგაპარებს, ან ვადაგასულ წამალს მოკიდიან. აი ისინი არიან ავაზაკები. მე არ ვასახელებ ხო კონკრეტულად, იცოდეთ თქვენ. ან პოლიტიკოსი, რომელიც სანამ აირჩევდი, იღიმებოდა, გვირდებოდა, ეხლა აირჩიეთ და გატყუებს, ხო? ავაზაკია. მღვდელი, რომელიც უნდა სიყვარულით გადაგებდეს, ჯიბეზე გიყურებს რა და შესაძლოა მისცემ. ავაზაკია. გესმით? რამდენი ავაზაკი ყოფილა, ხო? ამიტომ მოდი რა, არ გვინდა ახლა გამკითხაობა, მივიჩნიოთ თავი კეთილგონიერ ავაზაკად, უთხრათ ღმერთს რომ ერთო ჩვენ რაც და რამ მდგომარეობაშიც ვართ, ჩვენი ბრალია, არავის არაფერი არ გადავაბრალოთ და შემიწყალე რა, მაპატი, ცოდვილი ვარ ღმერთ, არ გადააბრალოთ არავის არაფერი ჩემო კარგი. არავისი არაფერი ბრალი არ არის. დოსტოევსკი ამბობდა რომ ყველაფერი წვრილმანების ბრალია, ყველაფერი წვრილმანებიდან იწყება. ძალიან ბევრი წვრილმანია ჩვენში, ავაზაკური და ამიტომ ნუ გონია ვინმეს რომ თვითონ შეიძლება ამ დროს ჩინოვნიკია, ვიღაცას განაჩენი გამოუტანა, ვითომ ავაზაკი დააპატიმრეს, ის ავაზაკი მიხვდება რომ ავაზაკია და გამოვა მონანიებული, მაგრამ შენ დარჩები ისევ ის ცოდვილი ჩინოვნიკი ხარ თუ რომელიმე, რა ვიცი, სამსახურის წარმომადგენელი, ატყუებ ხალხს, ძარცვავ ხალხს. ეხლა მოდი შეკითხვას დაგისვავთ. უბრალო გლეხს მეტი დანაშაული შეუძლია ჩაიდინოს თუ განათლებულ რომელიმე, არ მინდა ბანკს გადავეკიდო ან რაღაც ხო ის. რა თქმა უნდა, განათლებულ ადამიანს შეუძლია ესეთი რაღაც მახინაცია ჩაატაროს, რომ სახელმწიფო აზარალოს ხო მილიონებით. გლეხს შეუძლია ვიღაცას ქათამი მოპაროს ხო ან პამიდორი ან კიტრი მოპაროს. ან შეწამლა თუ დაუგვიანდება ისე თავი დააზარა. ვაშლი მოწყვიტოს მეზობლიდან ხო და შეჭამოს გაურეცხავ. რა მოხდა ხო ვაშლი მოიპარა. მაგრამ იმას რომ მილიარდები, მილიონები მოატყუოს საზოგადოებას და ძალიან მიღებული და მაღალი თანამდებობის პირი იყოს. ის არ არის ავაზაკი? რამდენი ავაზაკი ყავს ასეთი ხო? ძალიან ბევრი. და იმიტომ არის ქვეყანა ამ მდგომარეობაში. არ გადავდივარ პოლიტიკაში, ესე ჩვენი სამხილებელია. ჩვენი სამხილებელია. ეკლესიას აქვს ამის უფლება, ნებისმიერად და მარტო გლეხებს და მუშებს კი არ უნდა უქადაგოს. ყველას უნდა უქადაგოს ჭეშმარიტება. შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს ეკლესიაში. ყველას უნდა უთხრათ სიმართლე. სხვანაირად ქვეყანა ვერ დაადგება. აღმავლობის გზა სამასაკეთებდა იოანე ნათლისმცემელი, გრიგოლ ხანძთელი, წმინდა ილია მართალი, ხო? ცოტაა? მე მგონი ძალიან დიდები იყვნენ, ხო ესენ? და ჩვენს იგივე უნდა გავაკეთოთ. ოღონდ
ოღონდ ჯერ ჩემი თვალიდან უნდა ამოვიღო დირე და მერე ისე უნდა ამოვიღო სხვა ადამიანიდან ბეწვი. ეს პირველ რიგში რომ მე თუ მღვდელი ვარ და პოლიტიკაში გადავიჭერი, მღვდლობა არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი მოვალეობა არის მღვდლობა, მე ჯერ უნდა თვითონ უნდა ვიყო პატიოსანი მღვდელი და ქრისტეს მიერ დიაკონი, ხო? კარგი მოძღვარი, კარგი მამა, კარგი მეუღლე, კარგი მეგობარი და მერე მაქვს ქადაგების უფლება და მერე უნდა ვამხილო არ არის აუცილებელი დაასახელო სახელი და გვარი, როგორც ახლა მე გავაკეთე, ხო? ზოგადად უნდა თქვა, რომ მოპარვის უფლება არც პოზიციას აქვს და არც ოპოზიციას, ხალხის მოტყუების უფლება არც პოზიციას აქვს და არც ოპოზიციას. არავის არ აქვს ამის უფლება. ასეთი თანამდებობა თეკლა არ არსებობს, რომ უფლება მიეცეს ტყუილის, ქურდობის, ყაჩაღობის, სიძვის ბიბლიური კანონები ყველამ უნდა დავიცვათ, ერმაც და ბერმაც. აი გარი მთავარი და აი უკვე უნდა მივხვდეთ, რომ ავაზაკები ძალიან ბევრგან არიან. ოღონდ სამწუხაროდ ჩვენ ავაზაკი სხვანაირი წარმოგვედგინა და დღეს ავაზაკები სხვანაირად გამოიყურებიან. კარგად დავარცხნილები, კარგად ჩაცმულები, კარგად შემოსილები არიან, გინდათ ერში. ჩემი თამადობით ვიტყვი, სხვას არ გადავაბრალებ და გინდა ბერში. ასია ჩემო კარგებო. აი ეს უნდა დავინახოთ. ავაზაკები მარტო საპყრობილეში არ არიან. ავაზაკები ძალიან ბევრგან არიან და ყველა ავაზაკმა ჩვენი თავის გამოსწორებით დავიწყოთ გამოსწორება, დამერწმუნეთ ჩვენი სახელმწიფო ერთ-ერთი სანიმუშო გახდება. აკლემის ქურდმა ნემსის ქურდი არ უნდა დაიჭიროს. ეს ჩემი სიტყვები არ არის, მე მგონი რომელიღაც პოეტმა თუ მწერალმა თქვა კომუნისტების დროს და დააპატიმრეს მერე ის წერა. ასე თქვა პირდაპირ დიახ, აკლემის ქურდმა ნემსის ქურდი დაიჭირაო. გძელდება ეს სამწუხაროდ ისევ ცისქვეშეთში ხომ ახალი არაფერი არ ხდება. თუ ჩვენ გვინდა რომ მართლა უშველოთ საკუთარ თავს და ქვეყანას, უნდა საკუთარი თავის გამოსწორებით დავიწყოთ. მე რამდენიც გინდა უკადაგო მრევლს ცნებები და სახარება, თუ მე ჩემ თავში არ გავატარებ ამ ყველაფერს, მაშინ ვიქნები თეთრად შეფეთქილი საფლავი, ანუ გარედან კარგად გამოიყურება და შიგნიდან ყარს თავისი ცოდვებით, ხო? ასე რომ ვისაც ყური აქვს ისმინოს, რაც ახლა მე თქვენ გითხარით, აქ მამა გიორგი თევდორაშვილის არაფერი არ არის. ეს ყველაფერი ეკლესიური სწავლება და პირველ რიგში მე ჩემ თავზე ვიღებ ამ ყველაფერს, რომ მე აღარ ვიყო ცუდი და გავხდე უკეთესი. მამა გიორგი, ორმესი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, ბევრი შეკითხვები არც ყოფილა. მე მგონი მარტო და ჩემი შეკითხვა გამოვტოვე და მიყურებს წინი და წინ მიზის და ისე მიყურებს და მამა გიორგისთან მას უფრო მეტი საშუალება აქვს მაყურებლისგან განსხვავებით, რომ იქ ჯგუფში დაგვიწეროს ეს კითხვა და არ გამინაწყენდება. ეხლა მე მგონი ჩემი ბრალია შეკითხვები რო არ არის, იმიტომ მე უკვე წინასწარ რაღაცნაირად პასუხს ავცემ შეკითხვებს და რამდენი კითხვა დაიწერა მამა გიორგი, არც წამიკითხავს ისე უპასუხეთ ამ შეკითხვებს. მოკითხვა გადაეცით მამა გიორგის. უფრო სიტყვა ძვირი. არა, დღევანდელი მართლა საჭირო იყო. არა მამა გიორგი, არ მინდა რომ მონოლოგი იყოს, მინდა რომ იყოს დიალოგი და მინდა იყოს ბევრი შეკითხვები. ხალხო, დღევანდელი საღამოსთვის გვაპატიეთ. თქვენ გთხოვთ ხოლმე რომ კითხვები გამოგზავნოთ, რაც შეიძლება. მე დღეს უკვე საათ ნახევარი ფაქტიურად ამოიწურა, ხვალ წირვა, ამაოსაც სვენება დასჭირდება და მომზადება ხვალინდელი დღისთვის. მამაო, ძალიან დიდი მადლობა, დღევანდელი საღამო იყო, აი არ ვიცი, სხვა ემოცი. მამაო, მგონი ჩვენ გულშია ჩვენი კითხვები პირდაპირ პასუხობდა. ესეთი არაერთი კომენტარი იყო მამა გიორგი და არაერთხელ ცრემლი მომადგა თვალზე. იქ ემიგრანტების წერდნენ, რომ ჩვენთვის რამ ხელა ნუ გეშხართ მამა გიორგი, მსგავსი საუბრები როგორ გჭირდებოდა და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი იყო ესეთი კომენტარი და დღევანდელი საღამოსთვის უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ და მადლობა თქვენ თეკლა, დიდი მადლობა რომ ვითომ ისვენებდა თან ისევ ეთერში. მაია ბერვაშვილი წერს ლუკა ციკლაურის შეკითხვა თეკლაო და ქალბატონო მაია დასაწყისშიც გქონდათ ეგ დაწერილი, უბრალოდ კითხვა არ გქონდათ დაწერილი და კითხვა რადგან არ ეწერა, ამიტომ
ვერ გამახვილა. შევპირდეთ მაიას და ლუკას, რომ მომავალ ეთერში აუცილებლად გაჟღერდება, ოღონდ რა კითხვა უნდა ვიცოდეთ, ხო? კითხვა პირადში მაინც მომწერეთ, რომ ვიცოდე, იმიტომ რომ შესაძლოა ამდე შეკითხვა. მოაგროვეთ ეკლა ამის მერე კითხვები, რომ არ ვაწყენინოთ, ნუ გეშელებს პირველ რიგში. მოკითხვა ნუ გეშელებს. მოკითხვა ყველა ემიგრანტს, მოკითხვა ყველა მსჯავრდებულს, პატიმარს, ნეულებაში მყოფ ადამიანს, ყველა გაჭირვებულს, ყველა კარგად ყავს, ყველა დამსვენებელს, ყველა ვინც დედაქალაქში დარჩა, მაგრამ ვერ გავიდნენ, ხო? ღმერთმა ყველა დალოცოს და ყველას ხელი მოუმართოს. მადლობა და მშვიდობიანი საღამო. ვინც ვერ მოგვისწარით და თავიდან ბოლომდე ვერ გვიყურეთ, Facebook-ზე და YouTube-ზე ამ აღამვე აიტვირთება სრული ვერსია. მადლობა მამაო და მშვიდობიანი ღამე, დროებით გემშვიდობიან. მშვიდობიანი ღამე.